მოგესალმებით მეგობრებო, დღეს სტუმრად ყავს ბატონი სოსო მანჯავიძე, ბატონო სოსო, მოგესალმებით. მოგესალმებით. ბატონო სოსო, რაზე მსურს საუბარი. რამდენიმე დღის წინ, რაღაცა პერიოდის წინ, დღეები შეიძლება არ არის სწორი განმარტება, ჩინეთში მოხდა დიდი ცვლილებები. და შეიძლება ითქვას, რომ სი ძინპინმა მაო ძედუნის მსგავსად თუ არ ვწდები, ერთპიროვნული ლიდერობა ჩაიგდო ხელში. ანუ ვინც ყავდა ოპოზიციაში განსაკუთრებით სამხედრო ნაწილი ჩამოიშორა და ეხლა ალბათ განახორციელებს იმ გენერალურ გეგმას, რაზეც ქონდა განზრახვები უახლოეს 15 წლის განმავლობაში, მაგრამ აქვე კონტექსტში მინდა კითხო ესეთი რა. ამ პროცესების მერე ვლადიმერ პუტინთან ქონდა ესეთი საუბარი, რომელიც მხოლოდ ფრაგმენტულად აჩვენეს გასაგები მიზეზების გამო და იქ მერე ამბობდნენ ესეთი განმარტება იყო რიგი ანალიტიკოსები, რომ რა შეიცვლება ამის შემდეგ. ისედაც თანამშრომლობა იყო, ისედაც ზურგი ზურგს უმაგრებდნენ ერთმანეთს და ასე შემდეგ, მაგრამ აი ამ ყველაფრის მერე, რაც სი ძინპინი ფაქტობრივად ანგარიშვალდებული აღარ არის პოლიტბიუროსთან, ეს რა შეცვლის? ანუ რუსეთის უმცროსი ძმობა გაგრძელდება უმცროს ძმობის სტატუსით თუ რამე შეიცვლება? როგორ ფიქრობ აი ამასთან დაკავშირებით? პირველ რიგში, რაც შეეხება სი ძინპინის ძალაუფლების გამტკიცების პროცესს. დავარქვათ ამას ხელისუფლების კონსოლიდაციის პროცესს. ძალაუფლების კონსოლიდაციის პროცესს სი ძინპინის ხელში. ჩინეთი უბრუნდება თავის, ასე ვთქვათ, ისტორიულ გამოცდილებას და გზას. ჩინეთი იმპერია იყო და იმპერატორის ძალაუფლება იყო აბსოლუტური ის. ციშვილი იყო მაშინ. ეხლა ხელისუფლების ლეგიტიმაციის საკითხი ჩინეთში. მას შემდეგ რაც უკანასკნელი იმპერატორი უიღუიმის, რა ქვია, სიბოს ხალხის, ანუ დინასტიიდან, ცინის დინასტიიდან ჩამოაცილეს, ეს იყო 1913 წელი, ხო? ძალიან მწვავედ იდგა. და მოგეხსენებათ რა პერიოდი გაიარა ჩინეთმა, ეს იყო ომები, მერე ოკუპაცია იაპონიის, მერე სამოქალაქო ომი ჩანკაიშისა და მაო ძედუნის შორის, ანუ კომუნისტებსა და ჩანკაიშის მომხრეებს შორის. შემდეგ კომუნისტური პარტიის გამარჯვება, ჩანკაიშის გადასვლა ტაივანში და მაო ძედუნის დიქტატურა. ახლა ამავე დროს დამყარდა ჩინეთში ესე ვთქვათ ხელისუფლება კომუნისტური პარტიის ხელისუფლება. კომუნისტური პარტიის ხელისუფლება დიდწილად იყო კოპირება საბჭოთა კავშირის სისტემის. აი ეს სისტემა და ძალაუფლის იქ იყო დადგენილი, რომ არ შეიძლებოდა გენერალურ დივანს გენერალური დივნის ინსტიტუტით საერთოდ ეს საბჭოთა კავშირში ჩამოყალიბებული ინსტიტუტია სრულად კონკრეტულ ისტორიულ პირობებში, ხო? ორზე მეტად არ შეიძლება ყოფილიყო დაუშვათ გენერალური დივანი ხელისუფლებაში. მოგეხსენებათ, რომ სი ძინპინმა ეს მოშალა. მოშალა და ფაქტიურად ის გახდა იმპერატორი. ანუ ჩინეთი დაბრუნდა თავის, ასე ვთქვათ, წრეზე, აი ამ მოიხაზა და ის იმპერატორი გახდა. ეხლა თუ მაშინ ხელისუფლების ძალაუფლება, იმპერატორის ლეგიტიმაცია იყო ის, რომ ის ციშვილი იყო, აბსოლუტურად აღმატებული ყველაფერზე და მის აი ამ ორგანიზაციის ფორმას ჰქონდა ღვთაებრივი, ასე ვთქვათ, ლეგიტიმაცია. ახლა რა თქმა უნდა ციშვილად ის სი ძინპინი თავს ვერ გამოაცხადებს. მაგრამ ფაქტია რომ ციშვილად გამოცხადების გარეშეც მან მოიპოვა აბსოლუტურ ძალას ახტენს. ახლა სხვათა შორის ეს მართლდება ჩინეთის წინაშე ერთის მხრივ ჩინეთის წარმოუდგენელი წინსვლით, ეს არის აქტივი, რომლის მეშვეობითაც სი ძინპინი ამას აკეთებს და მეორესთვის საგარეო საფრთხის
თემით, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ ჩინეთი, ასე ვთქვათ, მთავარი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგეა შეერთებული შტატების. ეს რაც შეეხება ჩინეთში ძალაუფლების კონსოლიდაციას სი ძინპინის ხელში. ეს სრულად ლოგიკური პროცესია და გაგრძელდება. თუმცა აი რამდენად გამოვა ჩინეთი იმ პარადიგმიდან დაუშვათ რამდენად წარმატებით გადალახავს აი ამ წინააღმდეგობას, იდეოლოგიურ წინააღმდეგობას გულისხმობს, ხო? ეს მეორე საკითხია. აი საერთოდ ნებისმიერი სტაბილურობის აუცილებელი პირობა ლეგიტიმაცია ძალაუფლების ხელისუფლების. აი ლეგიტიმური რამდენადაც. საიდან იღებს თუნდაც ფორმალური ფორმა მოუნახო, ხო? გადარჩევა მიიღო ან რა. ეს არის მთავარი. აი ამა თუ იმ სისტემის სტაბილურობისთვის საჭიროა ლეგიტიმური ძალაუფლების სისტემა, რაღაცა გამართლება უნდა ქონდეს. ახლა რომ მოვყვეთ ჩვენ დაუშვათ ლეგიტიმაციის ფორმები როგორი იყო ისტორიულ პროცესში, ძალიან საინტერესო სურათებს ხვებულობ რა, მაგრამ ახლა მე მგონი ეს არ არის ჩვენი გადაცემის თემა, რა თუ არ ვშტები. დიახ. კარგი, რაც შეეხება პუტინის, ასე ვთქვათ, და სი ძინპინის დიალოგს და კონტაქტებს. ანუ ის რომ მათ გააღრმავებენ ისინი, ასე ვთქვათ, თანამშრომლობას. ვითარება როგორია ახლა? რუსეთი არის უმძიმეს მდგომარეობაში. ეს უკვე თვითონაც აღიარეს. ეს უმძიმესი მდგომარეობა სრულად ლოგიკურად გამომდინარეობს იმ პროცესიდან, რომელიც მიმდინარეობდა 30 წლის განმავლობაში რუსეთში, კერძოდ ეს იყო ეკონომიკა, რომელიც იყო დამყარებული ამ პრინციპზე, გავყიდით ნედლეულს და ვიყიდით ტექნოლოგიებს. ახლა ეს პრინციპულად ეწინააღმდეგებოდა ეს ტექნოლოგიების ყიდვა, პრინციპულად ეწინააღმდეგებოდა დაუშვათ იმას, რასაც აკეთებდა იოსებ სტალინი მაგალითად, ხო? ის არა მარტო ტექნოლოგიებს ყიდულობდა, ის ყიდულობდა ქარხნებს მთლიანად. ანუ ის პროცესი, რომელიც შეიძლება დავახასიათოთ როგორც საბჭოთა ინდუსტრიული ზონის შექმნა, რომელიც განხორციელდა უსწრაფესი ტემპებით და იყო ყველაზე სწრაფი ინდუსტრიალიზაცია და სწრაფი ეკონომიკური ზრდა ისტორიაში, სწორედ ამაზე იყო დამყარებული საბჭოთა კავშირმა ისარგებლა რა მათ შორის კაპიტალისტურ სისტემას წინააღმდეგობებით, ელიტების წინააღმდეგობებით, მოიზიდა სახსრები, მოიზიდა ტექნოლოგიები, შექმნა ინდუსტრიული ზონა, ტექნოლოგიური ზონა, რამაც მას საშუალება მისცა გამختارიყო, გაემარჯვა მეორე მსოფლიო ომში ფაქტიურად გაერთიანებული ევროპის მაღალტექნოლოგიურ და მოტივირებულ ჯარებზე და გამختارიყო მეორე სუპერზალა. ხო. ახლა ამის დეინდუსტრიალიზაცია რუსეთის რო დავახასიათოთ, მარტო პუტინის მმართველობის პირობებში 78,000 საწარმო იქნა დაკეტილი. დაკეტილი? აჰა, გასაგებია. განადგურებული. აი, შეგახსენებთ, იგივე პუტინის პირობებში იყო განთქმული სერჯუკოვი მაგალითად. რომელმაც თავდაცვის მინისტრი, ხო? თავდაცვის მინისტრი და ეს ჯარს რაც ეხება, რაც შეეხება თვითონ იმას, აი რამდენიმე მაგალითები მაინც უფრო კარგად ასახავს, ხო? აი მაგალითად რო გავიხსენო ახლა, აი მაგალითად, აი ჩიპები, ხო, მიკროჩიპები, რომელიც არის თანამედროვე მრეწველობის, მოდი ესე ვთქვა, უმნიშვნელოვანესი, საფუძველია, ხო? აი მიკროჩიპების წარმოება იგივე იმაში ზელენოგრადში ჰქონდათ რუსებს მაგალითად კომპლექსი, საწარმოო კომპლექსი და მუშაობდნენ ისინი 35 ნანომეტრიან, 35 და 50 ნანომეტრიან ჩიპებზე უკვე წარმოვიდგინოთ ეს 88 წლის მონაცემებს გეუბნებით და დღეს რუსებს კი აქვთ ის ჩიპებს აწარმოებენ 90-დან 250 ნანომეტრიან დიაპაზონში. ანუ საბჭოთა დროებთან შედარებით და ეხლა თუ ჩვენ წარმოვიდგენთ, თუ ჩვენ ვიცით ის რომ დღეს 5 და 3 ნანომეტრზე მიდის, რაც საერთოდ სრული ფანტასტიკაა. ეს საერთოდ ეს ექსტრემალური ულტრაფიოლეტით ლითოგრაფიის ტექნოლოგია საერთოდ ეს
ფაქტობრივად ჩიპი არ ჩანს, ფიზიკური ფორმას კარგავს. არა, რა ჩანს იმაზე თმაზე ამდენჯერ ის არის 5 ნანომეტრი არის, მილიმეტრის 1000-ედია ის ნანომეტრი. წარმოგიდგენი ახლა ის რა არის. ფაქტობრივად არ ჩანს, რა ვირტუალურია. რა თქმა უნდა არ ჩანს. ხო, რა თქმა უნდა. ხო და რო წარმოვიდგინოთ ახლა და იქ ვინც დაინტერესებულა, ვინც არ დაინტერესებულა, ჩაიხედოს არის ამაზე მასალები, ნუ გასაოცარია ფაქტობრივად ბევრი კონსპიროლოგი ამბობს, რომ ეს საერთოდ არ არის მიწიერი ტექნოლოგია და საერთოდ ეს ურთულესი ობიექტია კოსმოსში და სამყაროში. ეს ცალკე საკითხი იყოს. ხო და რო წარმოვიდგინოთ ახლა დაცემის დონე რუსეთის ეკონომიკის. ამავე დროს ახლა პროექტები, რომელიც უშუალოდ ეგრეთ წოდებული იმპორტო სამეშენიეზე იყო, ხო ლაპარაკი. ძალიან ბევრი ასეთი პროექტი გადაიქცა ფულის კეთების საშუალებად. და ახლა ეს რა თქმა უნდა დაკავშირებული ეს მიზანმიმართული პროცესი იყო ამ ტექნოლოგიური ზონის გრევა. მარტო 10 რაზე ვლაპარაკობთ? მარტო 10 ვიცე-პრემიერი გაიქცა ისრაელში, როგორც კი დაიწყო ეს ეგრეთ წოდებული SVO. სხვებზე აღარ ვლაპარაკობთ. თავისი ინფორმაციით, თავის ყველაფერი. მარტო ჩუბაისის მაგალითი რა დღის? მარტო ჩუბაისი ვარ. ახლა, როდესაც ახლა საუბრობ ჩვენ სხვა დარგებზე, როგორც არის მაგალითად სამოქალაქო ავიაცია. აქაც გაირკვა, რომ ეს არავითარი იმპორტო ზამეშენია წარუმატებლად დამთავრდა, ანუ წარუმატებელი არის ეს პროექტები ძირითადად. და ამავე დროს ისიც უნდა ითქვას, რომ ნედლეულის გაყიდვა და ტექნოლოგიების ყიდვაც მათ კრახი განიცადა და ნედლეულს ვეღარ ყიდიან სანქციების გამო და ტექნოლოგიებსაც ვეღარ ყიდულობენ იმავე სანქციების გამო. ამის გარდა იგივე პროცესები წავიდა, რა თქმა უნდა, რაც აი ჩვენთან არის განათლების რეფორმა რომ მიმდინარეობს. დეზორგანიზაცია მოხდა მოთხოვნასა, ან ვინაიდან წარმოების ეკონომიკა გადავიდა მოხმარების ეკონომიკაზე და იმპორტის ეკონომიკაზე, დაეცა როგორც პრესტიჟი, ასევე მოთხოვნა ტექნიკურ იმაზე რა ქვია, დარგებზე. გადახრა მოხდა ეგრეთ წოდებულ ეფექტურ მენეჯერებზე და იურისტებზე და ასე შემდეგ, ნუ ჩვენსავით არა, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც მნიშვნელოვნად. და აქედან გამომდინარე, ნელ-ნელა იქნება დეფიციტიც, ნელ-ნელა კი შეიქმნა დეფიციტი, ასე ვთქვათ, ბევრ სფეროში კადრების გამო, კადრების არ ქონის გამო. აი ეს პრობლემები, რომელსაც ნუ პროპაგანდისტული არხები ძალიან ისე ჩქმალავდნენ, უკვე გამოვიდა, ასე ვთქვათ, მაღალ პოლიტიკურ დონეებზე იყო ამას წინათ მაგალითად იგივე პუტინმაც აღიარა, რომ თუდად გვაქვს საქმეო, ისევ რაღაც იქ სტომები იყო და სხვათა შორის საჯაროდ ეს უკვე იქნა აღიარებული, რომ ბევრი სფეროში აქვს კატასტროფული მდგომარეობა. იგივე იარაღის წარმოებაც ახლა რომ გადავიდეთ თემა, რომ არ იყო ჩინური, ასე ვთქვათ, ჩინური სათადარიგო მასალები, მე არ ვიცი, ამდენხანს რუსეთს რა ხვედრი ელოდა, მაგრამ ახლა ჩინეთი ამას აკეთებს ძალიან ჭკვიანურად. ის აწვდის რუსეთს, რა თქმა უნდა, მასალებს, ბევრ რამეს აწვდის, რითიც რუსეთი დაუშვათ უშვებს იარაღს ბევრ შემთხვევაში. ახლა სახელმწიფოა და ძლივს აწიეს ცაში, ამას წინა ტურბოხრახნიანი ორძრავიანი თვითმფრინავი. ხა აი, წარმოგიდგენი ეს ადამდე არიან მისულებელი. დიახ, რა თქმა უნდა, მაგას ვამბობ და ჩინეთი ამ შემთხვევაში არის ერთგვარი ნუ ხსნელი. ამაზე ჩინეთი სარგებლობს ამით ძალიან ოსტატურად, ჯერ იღებს ენერგომატარებლებს ძალიან იაფად. მერე დივერსიფიკაციას აკეთებს ამ ენერგომატარებლების. ამავე დროს ჩინეთს ესმის, რომ რუსეთის დაცემა, ანუ რუსეთში დესტაბილიზაცია და ნუ ამერიკელების მოკავშირე იქ ხელისუფლების მოსვლა, ეს არის ჩინეთისთვის სასიკვდილო განაჩენი. ასეთ შემთხვევაში ჩინეთს ელემენტარულად მოგუდავენ. რომ ჩინეთი მიუხედავად იმისა, რომ არის ტექნოლოგიური და სამრეწველო გიგანტი,
ჯერჯერობით სამხედრო ტექნოლოგიებით ვერ შეედრება შეერთებულ შტატებს და ამავე დროს ჩინეთი არის თვითონ საექსპორტო ეკონომიკა. ჯერჯერ კი იღებენ ზომებს, მაგრამ ძალიან დიდია საექსპორტზე ორიენტირებული საწარმოების წილი და იმ შემთხვევაში თუ დაუშვათ, რო წარმოვიდგინოთ, რომ დაეცა ირანი, დაეცა რუსეთი და დაუშვათ შეერთებულმა შტატებმა აისრულა თავისი უსმენა გადაკეტა ყვითელი ზღვა. სიტყვაზე ვამბობ და ჩინეთი ვერ იღებს ენერგომარაგებს და ვერ ახდენს თავის საექსპორტო იმას პოლიტიკის განხორციელებას, ხო? ეს ხომ კატასტროფა იქნებოდა ჩინეთისთვის. ახლა ესმის რა მსგავსი პერსპექტივა, ჩინეთი არის ერთგვარი მოკავშირეც რუსეთისთვის. აი ერთმა ჩინელმა ცნობილმა წამყვანმა ქალმა თქვა, ძალიან საინტერესო, ბლინკენი რო იყო ვიზიტად. იქ და ეუბნებოდა, რომ სასწრაფოდ რუსეთიო იმასკენ დაუწესეთ სანქციები და დაგვიდექით გვერდში რუსეთის მოხჭობაშიო. რა საინტერესო ხალხია ეს ამერიკელებიო. გვეუბნებიან, რომ დაგვეხმარეთ ახლა რომ მოვახჭოთ რუსეთიო, რომ მერე მოგახჭოთ თქვენო. ესე თქვა და რო წარმოვიდგინოთ. ბლინკენი საერთოდ მოვლენა იყო. ამას რა თქმა უნდა ეს ძალიან ფართო იმითი მოუხაზე ახლა ეს მე, მაგრამ უკასაგებია რომ ამ ორზე სახელმწიფოს აქ აი ეს ამერიკელების მიმართ ესეთი პოზიციონირება, ხო? ანუ ჩინეთი ამ შემთხვევაში რუსეთს განიხილავს როგორც ერთის მხრივ თავის ნედლეულის მომწოდებელს და არა მარტო ეს არ ეხება მარტო ენერგომატარებლებს, სხვათა შორის ბევრ სხვა რამეს ყიდულობს ჩინეთი რუსეთიდან. ძალიან ბევრ, იგივე ნახშირს, იგივე დაუშვათ მეტალებს, იგივე ხე-ტყეს, უამრავ რამეს ყიდულობს დაუშვათ, იგივე დაუშვათ ღორის ხორცზე გასაკვირი რაც არ უნდა გასაკვირიყო, ძალიან დიდი რაოდენობა. და ასე შემდეგ ძალიან ბევრ რამეს ყიდულობს, რაც აქვს რუსეთს, სოფლის მეურნეობის პროდუქცია აქ რაც განვითარდა რუსეთში, სოფლის მეურნეობის პროდუქცია განვითარდა. ამავე დროს რუსეთს აქვს შეჩენილი კიდე კრიტიკულად მნიშვნელოვანი ტექნოლოგიები, კრიტიკულად მოდი ასე ვთქვა, ისე ტექნოლოგიები, რომელიც წარმოადგენს ამ სახელმწიფოს ეროვნულ მონოპოლს, მოდი ასე ვთქვა. რა იგულისხმება ახლა იტყვის თუ ახლა ნანომეტრებში ესე ჩამორჩენილიაო, მაშინ რა ტექნოლოგიებზე გეტყვით, რა ტექნოლოგიებიც არის? ეს არის მაგალითად იგივე ატომური ტექნოლოგიები. როცა რაც არის ძალიან ესე იგი მაღალი მოთხოვნაა ჩინეთში. ეს არის იგივე დაუშვათ იშვიათი როგორ თქვა ხა აი მაგალითად შენადნობები რომელიც აქვს რუსეთს, რომელიც რა ტექნოლოგიებიც აქვს რუსეთს საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული და რაც გამოიყენება მაგალითად სარაკეტო მრეწველობაში, რამაც შესაძლებლობა მიცე რომ პირველს გაეკეთებინა ჰიპერბგერითი რაკეტები რუსებს, ხო? აი ეს ძალიან ძვირი ის. ჰარ საწინააღმდეგო სისტემების დაუშვათ. ძალიან მნიშვნელოვანი. ეს და კიდევ ძალიან ბევრი რა რაც რუსეთს ჯერ კიდევ აქვს სავაჭრო. მოდით ასე ვთქვათ, მაგრამ ეს ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ახლა ჩინეთი და რუსეთი არიან მეგობრები, ინდოეთის არ იყოს, ხო? რუსეთის და ინდოეთი ფხაი-ფხაიო და აგერ ნახეთ რა ფხაი-ფხაის არის. რა გააკეთა, ხო? ხო, რაც მოხდა. აი ეს არის რაც ხდება, ახლა რაც შეეხება კითხვას, რას მოასწავლებს ეს. არის თუ არა დაუშვათ უფრო ღრმა და უფრო მტკიცე თანამშრომლობის და უფრო ინტეგრირებული თანამშრომლობის შესაძლებლობა რუსეთსა და ჩინეთს შორის. შეიძლება იყოს პირდაპირ თქვათ იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელსაც ქმნის შეერთებული შტატები. და რომელსაც ხედავთ, ხო? რას ხედავთ, მოკლედ აი ეს შეერთებული შტატების იმას თუ წავიკითხავთ ჩვენ სტრატეგიულ დოკუმენტებს. იქ გასაგებია, ნუ ჩინეთი არის ძირითადი მოწინააღმდეგე, მორჩა და გატა. არსებობს ბლოკი აუკუსი, რომელიც შეიქმნა ზუსტად ჩინეთის შესაკავებლად. ამავე დროს ამერიკელები ესე იგი ეტოქებიან ბრიტანელებს იმისთვის, რომ გააკონტროლონ ის მარშრუტები, რომელიც გადის მაგალითად სამხრეთ კავკასიაზე. ამერიკელები
ისრაელთან ერთად რომლის მოტივაციაც კიდე ცალკე თემაა და რომელიც ასე უცნაურად არის გადახლართული შეერთებული შტატების ინტერესებთან მოტივატორსაც წარმოადგენს ერთგვარი, ხო? ამერიკელების ამოცანაა გაანადგუროს ირანი. ანუ განადგურებაში იგულისხმება ირანში რეჟიმის სვლა, ირანის დეზინტეგრაცია. რატომ დეზინტეგრაცია? იმიტომ და ეს არ იმალება, ამაზე საუბრობენ. რატომ დეზინტეგრაცია? იმიტომ რომ ირანი არის იმპერიული ტრადიციის მქონე უძველესი იმპერიული ტრადიციის ქვეყანა. მათ მეხსიერებაში ახლა დიდი ირანის ფანტომი არც ახლა პატარა, მაგრამ დღესაც არსებობს. ის შიიტური ცივილიზაციის ლიდერია. ანუ განსხვავებული ცივილიზაცია დაპირისპირებული როგორც ისრაელთან, ასევე დასავლეთთან იდეოლოგიურად. მე მგონი სუნიტებთან და შესაბამისად იმ შემთხვევაში კი, რა თქმა უნდა. იმ შემთხვევაშიც კი თუ მოახერხებენ დაუშვათ აი განვიხილოთ 1000-ნაირი ის არსებობს, არა მარტო სამხედრო მეთოდებია, არამედ სადაზვერვო მეთოდებია, მაგალითად როგორც ვენესუელაში გამოიყენეს, იგულისხმება ელიტის მოსყიდვა, იგულისხმება შიდა დესტაბილიზაცია, რასაც უყურეთ ხომ ახლა ცოტა ხნის წინ. როცა უცებ გული დაეფუფქათ ირანში ადამიანის უფლებების დარღვევაზე, თან ირანი ხო საფრთხეა შეერთებული შტატების საზღვარი. ისე რა გააკეთა რა, სოსო ტრამპა, შეაგულიანა, ვინც არ იყო ქუჩაში გამოსული, ისიც გამოიყვანა. და ნუ ირანის ხელისუფლება მერე ტოტალურად ყველას ან გაუსწორდა, ან დააპატიმრა და რა ვიცი. ნუ ახლა იქ ის არის ესე ვთქვათ ეგრეთ წოდებული ტრამპის ხო მაღალ პასუხისგებლობიდან მაღალ პასუხისგებლობა სხვა რამეზე რო არაფერი თქვა. კურთებთან მიმართებაში ძალიან ისე ვაშკაცური საქციელია კი. საჭირო დრო საჭირო მომენტზე მიატოვა. კი, როგორც ყოველთვის. ხო, ეს იმისთვის რა ქვია, ჭუის სასწავლებლად მაინც ვესწავლობენ მართალია, მაგრამ როდესაც ესე ბრმად ენდობი ვიღაცას ყოველთვის ეგრე მოგივა. ჩვენ არაერთხელ მოგსულია სხვათა შორის ეს. ეგრეა. ხო და სანამ პავლე მოვიდოდაო, პეტრეს ტყავი გააძროსო თუ პირიქით. ხო. კი ბატონო. ეხლა არის კატეგორია ექსპერტებისა, გვარებს ჩამოთვლი, იმიტომ რომ ამაში არაფერი ცუდი არ არის. ხაზინი, ევსტაფიევი, ანდრეი პეტროვიჩ ზევატოზე რო არაფერი თქვათ. თუ ზევატოვისგან განსხვავებით ევსტაფიევი, ხაზინი ჯერ კიდე სახელმწიფო კურსს მიყვებოდნენ, ეხლა ეს ბოლო პერიოდია ვაკვირდები, რომ ღია ტექსტით საუბრობენ, რომ ინდოეთი, მიუხედავად იმისა, რომ ხმამაღლა ინდოეთს არ გაუკეთებია, მაგრამ სახელმწიფო კომპანიების ძირითადმა ნაწილმა და კომერციული კომპანიების ძირითადმა ნაწილმა ნავთობის შესყიდვაზე უარი თქვეს. ჩინეთი ამავდროულად თურმე ახორციელებს შესყიდვას დემპინგურ ფასებში კი არა, ანუ რუსეთისთვის მოწოდებაზე დაბალ ფასში. ანუ ჩათვალე რომ წამგებიანი კეისია, თავიდან ბოლომდე. და ეხლა აქ როგორი უცნაური მომენტია. ფაქტობრივად ჩინეთი თავის მკვებავს, ესე ვთქვათ, ატერორებს, იმიტომ რომ ვენესუელადან ნავთობი გაუჭირდება, ირანის ბედი არ ვიცით როგორ გადაწყდება, მაგრამ დიდი ალბათობით შეიძლება იქიდანაც ნავთობი ვერ მიიღოს და რუსეთზე აკეთებს ისეთ ზეწოლას, რომ ამას პარტნიორული თანამშრომლობა არ ქვია და არც უმცროს უფროძმობა. უბრალოდ გუდავს. და აი აქ ხო არ შეიძლება ისეთი რამ მოხდეს, რასაც ამერიკელები ყოველთვის ცდილობდნენ, რომ როგორმე რუსეთი ჩინეთს დააშორონ. თუ ეს ძალიანუტოპიური რამ არის, იმიტომ რომ როდემდე გაჩერდება რა ეს ჩვენი რუსეთი, ესე ვთქვათ. როდემდე აიღოს. კიდე ერთხელ ვამბობ, ეს არის რუსეთის მდგომარეობა არ უმძიმესი მდგომარეობაა. ხლა ზოგიერთი იტყვის რომ მარტო რუსეთს არ არის უმძიმესი მდგომარეობა ყველა სუპერგაერთიანებაში აბსოლუტურად ხო შეერთებულ შტატებში რა 29 ტრილიონი აქვს სახელმწიფო ვალი ევროპა საერთოდ იმაშია შეერთებულ შტატებთან ბრძოლაშია და დეზინტეგრაციული პროცესები მინდა საერთოდ იდიოტიზმში არიან გადასულები როგორც დღეს ილონ მასკმა განაცხადა ეს უკვე კატასტროფაა ეს უნდა დაიშალოსო ვინაიდან ახლა ეგ დადგენილება მიიღეს ესე თუ
თუ კი, რეზოლუციას მხარი დაუჭირეს. ან კანონპროექტი შევიდა, რეზოლუცია შევიდა და დაუჭირეს. მაყურებლებისთვის რო თქვა, ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, ეს არის რომ ტრანსგენდერი ქალები გათანაბრდნენ ქალებთან, ხო? სტატუსი. ტრანსგენდერი ქალები გათანაბრდებიან ქალებთან, ამავე დროს ესე იგი ბავშვებს აქვთ უფლება შეიცვალონ სქესი და მშობლებს არ აქვთ უფლება რომ მათ ეს დაუშალონ, ეს არის სტრატეგია ევროკავშირის. და ახლა ტრანსგენდერი ქალებიც რო ქალები არიან და საერთოდ რომ ირეალურ სამყაროში აღმოჩნდნენ ეს ხალხი და რაღაცა ოცრებებში რაღაცა ვერცერთი სხვათა შორის ვერცერთი ანტიუტოპისტი ვერ წარმოიდგენდა მსგავს ეგ არც ერთ არ უწერია, არც ჰაქსლის, არც ორველს, საერთოდ ეგ აზრად არ მოსვლიათ. გალითად რო იქნებოდა და ურსულა ფონ დერ ლაიენი რო იქნებოდა კაია კალო და იქ და აი ანეკდოტურ რაღაც ტრაგიკომიკურ ფიგურები, ნუ ამას ეს ვერავინ ვერ წარმოიდგენდა. ყველაზე უფრო რაღაც მე ძალიან აი ეს უფრო იენინუს ბოსხის ნახატები მახსენდება, სულ მაგათ რო უყურებ და აი ესეთ რაღაც გოიას ნახატები მახსენდება, ის რო არის გონების ძილი, შობს იმეებს. კაპრიჩიოს, აი ძალიან საინტერესო გოია დიდი მყავარი იყო და რო იყოს გოია ახლა ცოცხალი ალბათ კარგად დახატავდა და გაუსვავდა ხას აი ამ ჯოჯოხეთურ სურათს რასაც უცქერთ ასე ვთქვა. ამ ფონზე ზელენსკი კიდე ნუ საერთოდ ესე იგი შეფიქროთ ჩინკას აი სა ჩინკას ვადიდებდნენ ესენი ნუ გასაოცარია რა და ჩინკასავით რო იქცევა მიუნხენის კონფერენციაზე მივალ ცოტა მოგვიანებით, მაგრამ იქ მე მგონი უკვე აშკარად კერთაყვანის ცნობაზე არიან გადასულები, მაგრამ მაგაზე მე ცალკე მინდა გითხო რა. ესე იგი პრინციპში რუსეთი ამ თამაშს დაჰყვა, იმიტომ რომ რაღაცა ზღვარამდეა და არა იმიტომ რომ ჩინეთს ხელს დაუქმნას და რუსეთს შეეკრება, იმიტომ რომ ტრამპის ამერიკასთან თანამშრომლობა წარმოუდგენელია, გამორიცხულია რუსეთთან რომ ეს გააკეთოს, არა? ვერ აკეთებს, ვერა, უნდათ. შეიძლება უნდოდეს კიდეც, ხო? უნდათ, რა თქმა უნდა, უნდათ. როგორ არ უნდათ? იმიტომ რომ ახლა რუსეთის დღევანდელი ელიტა თავიდან ცდილობდა რაღაცნაირად ინტეგრირებულიყო იმ ელიტაში. დასავლურ ელიტაში. ეს არ არის რომ იდეოლოგიური მოსაზრებები აქვს და რაღაცა რო იმაშვებიან, იძახიან. არ თუნდაც, მაგრამ იმათმა არ მიიღეს ამ ელიტაში და გადაწყვეტილება იქნება რუსეთი უნდა დასუსტდეს, ის ძალიან დიდია, მისი გავლენები უნდა შეიკვეცოს და ესე იგი უკიდურეს შემთხვევაში ნუ ახლა გასაგებია რომ ცოტა რთული დასაშლელია, მაგრამ ნუ იმ დონეზე უნდა მიიყვანონ რომ მას არ კონდეს ის იყოს რიგითი სახელმწიფო, რომელიც დაექვემდებარება ზენაციონალ სტრუქტურებს. და საქმე ისე რომ ესენი ექვემდებარებოდნენ ამ ზენაციონალ სტრუქტურებს, ახლა რუსებმა რაც მაგალითად კოვიდზე ისინი აწყვეს იქა, წამყვან იმაზე იყვნენ პოზიციებზე, ხო? არანაკლები ამერიკელები. რამდენად ემორჩილებენ ზენაციონალურ სტრუქტურებს, რამდენად მორჩილებაში ყავდათ მართველი ელიტები. აი ეს იყო. ხომ, რო აყვნენ, ხო გვახსოვს ყველა ერთ ენაზე რო ალაპარაკდნენ. მაგრამ მე ჩაეშალათ ეს ოპერაცია და ეს კლაუშოვსაც გაუშვეს სახში სასტიკის საყვედურის პირად საქმე შეტანა. მიუხედავად როჩილდებთან მისი ნაცნობისა. ხო? და ახლა რაც შეეხება იმას პუტინის ტრანსფორმაციებს ახლა ამ ბოლოს განსაკუთრებით, ხომ? გასაგებია რომ მას ახლა აქამდე რაღაც ესეთი ხუტბას აღუვლენდნენ და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ ახლა თავი ჭირმა არ დამალა, ხომ? ახლა ამდენი ხანია ბორძიკობენ დაუშვათ იმაში უკრაინაში, ხომ? და ბორძიკობენ როგორ ახლა ეს ბორძიკი იგულისხმება რაში რომ ახლა ამართლებენ ამას რომ აი იმიტომ არ ქირურგიულად მუშაობენ თითქოს. ვითომ ფილიგრანულად მუშაობენ და ამ ფილიგრანულ მუშაობაში გამოეფიტათ ეკონომიკა, დაიღუპა ამდენი ხალხი, ნატო გაფართოვდა, სამხრეთ კავკასიაში საერთოდ ისა აქვს რა ქვია, სრული კრახი და ფიასკო განიცადეს. აბსოლუტური ფიასკო განიცადეს. აზერბაიჯანი გახდა
სტრატეგიული მოკავშირე შეერთებული შტატები, რომელიც კატარღებს პირდება. სომხეთი საერთოდ იმაშია სრულ გაუგებრობაშია, იმიტომ სომხებს ახლა აშენიანი მოგეხსენებათ, ვინც მოიყვანა, ხო, ხელისუფლებაში ეს იგივე ძალებმა მოიყვანეს რა, იგივე სოროსის ის არის, ასე ვთქვათ. ეს რა თქმა უნდა აჯობეს ამ იმაში თავის კლანურ დაპირისპირებებში და თავის სიდიადეში გართულმა მოკლედ რუსულმა ელიტამ, რომელსაც იგივე რუსული პატრიოტული ძალები ეძახიან, რომ ესენი საერთოდ აგენტები არიან და რუსეთის დანგრევისთვის მუშაობენ, სხვათა შორის. ეგ აზრიც არის სტალინმა რო იცოდა ეს ნიენი არ იტყოდა, ხო? აი, ეგეთ სიტუაცია აქვს და ახლა ამართლებენ ეს პროპაგანდისტები, რომ ახლა ეს პრეციზულად მუშაობს ქირურგიული სიზუსტით, ხელოვნური ინტელექტით გენერირებას ახდენენ მთელი რიგი კონტენტების, რომ ესე ახლა ყველა გაოგნებულია, რა მოიფიქრა და რა ესე ნაგახადოვკა მაგათ ტერმინა პუტინმა. რა მოიყენა ხედავთ ხომ შედეგებს. რა მეორე წრე უკრაინა ხო საერთოდ, მაგრამ ეს უკრაინა და რუსეთი სინამდვილეში რა არის? ეს ერთი მართლმადიდებელი სლავი ხალხია. სინამდვილეში ისე განსხვავებებით, რომელიც ახლა ჩვენი ეროვნული იმისთვის ორგანიზმის სიმტკიცის საერთოდ წარმოუდგენელია, რა განსხვავებებია ნებისმიერ და კუთხეებს შორის არის ეგეთი განსხვავებები ჩვენთან, ხო? აი რო ავიღოთ. და მიმდინარეობს ერთ მორწმუნე ხალხებს შორის, რომელსაც ერთი სიწმინდეები, ერთი საკულტო ენა აქვთ, საეკლესიო წმინდა ენა, ხო, ძველი სლავური. და წარმოვიდგინეთ, ესენი ხოცავენ ერთმანეთს რისთვის? თანაც ახლა უკრაინაში საერთოდ მიტაცებული აქვს ხელისუფლება, საერთოდ არა უკრაინელები არიან იქ. და მათ შორის ბევრი მათგანი, რა ქვია, გამშვალული უკრაინელების მიმართ ზიზღითა და სიძულვილითა და შურისძიების წყალობით, წყურვილით, რისი სურათებიც ხშირი გვაქვს. და იგივეა სხვათა შორის, იგივე სურათი ნაწილობრივ გვაქვს იქაც ვიზავიში, რუსეთში. აი ისმის კითხვა ეხლა დავუშვათ ომი, ხო? ომი. და ჩვენი იმებისთვის ვლაპარაკობ ამას ვინც ვისმენთ. თავიდანვე ეგეთი პოზიცია მქონდა მე. აი ელემენტარულად ავიღოთ ეხლა სურათი. არც ერთი სამთავრობო შენობა უკრაინის არ არის დაზიანებული კიევის. არც ერთი პოლიტიკური თანამდებობისპირი, რომელიც აღიათ აცხადებს, რომ ტერორისტულ საქმიანობას ეწევა რუსეთის ტერიტორიაზე, დაზიანებული არ არის. ხო და ახლა ისმის კითხვა, ეს რა ომია? ომი აწარმოეს ვიმეორებ. ომი აწარმოა ისრაელმა დაუშვათ ირანის წინააღმდეგ. ომი აწარმოა შეერთებულმა შტატებმა ერაყის წინააღმდეგ, ხო? ლიბიის წინააღმდეგ ომი იყო და ასე შემდეგ. ეს ომი კი არა, ეს არის წმინდა წყლის რაღაც პოლიტიკური თამაშები, რომელიც არ არის განპირობებული დაუშვათ იგივე რუსეთის სახელმწიფოს ინტერესებით, რაც საერთოდ ისტერიკაში აგდებს და შიზოფრენიულ მდგომარეობაში ამყოფებს მათ შორის რუსებს, რუსებს, ვინც ახლა თავისი ქვეყნის პატრიოტები არიან. აი ეს არის. ეხლა როგორ განვითარდება მოვლენები, ეს არავინ არ იცის, კიდე ერთხელ ვამბობ, რომელი სისტემა მისცემს უფრო სწრაფად ბზარს, არიან ბევრი ცვლადია ამ ანტოლებაში, რომ დაუშვათ გამოიცნოს ვინმე შედეგი და გარდა ამისა, ახლა უამრავი წინასწარმეტყველება, რომელსაც ერთი თვისება ახასიათებს, ისინი არ მართლდებიან. ხო გვახსოვს, ეს წინასწარმეტყველებები იბენია. აი, ისეთი დარწმუნებულები ლაპარაკობენ ახლა დაუშვათ ტელევიზიებით, ინტერნეტში, თუ წინასწარმეტყველებებია და ყველა ამ წინასწარმეტყველებს ერთი რაღაცა ახასიათებს, რომ ისა კვლავ წინასწარმეტყველებენ მიუხედავად იმისა, რომ შეცდენ. ახლა მე მაგალითად მქონდა შეცდომა, დაუშვათ არ მეგონა ის ვერ გავითვალისწინე, რომ აი ასეთ დონეზე წავიდო და დაუშვათ და ომს დაიწყებდნენ. ისე რომ წინასწარ, წარმოუდგენელი აბსურდს ვერ გამოიცნობ, აი როგორც დაუშვათ კაკაფონიას ხო ვერ გაიმეორებ.
აი კაკაფონიას ვერავინ ვერ იმღერებს. ახლა მელოდიას ადამიანი ყველა აყვება, ხო? მეტნაკლებად იმღერებს, იმახსოვრებს მელოდიას. მე კაკაფონიას ვერც დაიმახსოვრებ. ალოგიკურ წინააღმდეგებს ვერ დაიმახსოვრებ. ესე ვარ ჩვენ მოწყობილები და იგივე იყო ახლა დაუშვათ ეს რაც მოხდა 2022 წელს 23 ფებრუარი იყო 24 იყო ხო გადასული პროცესი დაიწყო. აქედან გამომდინარე ეხლაც რამდენი ის ნახეთ ჩვენ რომ ახლა დამთავრდება წელს დამთავრდება მეც მეგონა რომ დაუშვათ 25 წლისთვის დამთავრდებოდა, მაგრამ არ დამთავრდა. 25 წლის ბოლოსთვის არ დამთავრდა. ჩვენი ბოლო საუბარი კაიხნის წინ იყო. ნუ ხო. თავდობითად და მაშინ საუბრობდით თუ გახსოვს კუპიანსკის ხელიდან ხელში გადასვლაზე და ბელოუსოვი რო ჩავიდა და ეს რამის ველზე გავიდა. წარმოიდგინეთ კუპიანსკი კიდე დღემდე თემაშია რა. კი, კუპიანსკის თემაშია და ისიც დიმიტროვი აი იგივე მირნოგრადი და ისიც. სოსო უკრაინელები იძახიან ვიბძვით იქაო, რუსები იძახიან ახლა ჩვენ იმას უტევთო იქით რომელსაც გრიშინოა თუ რომელიღაც სოფელია, ლუკას უყურებ ხოლმე და უყურებ იქ რელიეფს. და რას ისეთი მართლაც საოცარი ომი მიმდინარეობს და ძალიან არასწორი წარმოდგენები აქვს ამ ომზე. ეხლა მაგალითად აი ერთად ვიტყვი უკრაინელები მაგას პოლონეთში ჩაატარეს სწავლებები. ნატოს რამდენიმე ბატალიონი იყო და უკრაინელი აი ეს დრონების მატარებლები რა, რანავოდი რასაც ვიტყვი. ხო. ის მინდად გაანადგურა ეს ნატოს სწავლებებში. ანუ იმდენად არა ადაპტირებულია ახლა ეს ნატო, იმიტომ რომ არ უწარმოებია სამხედრო მოქმედებები, იგივე დაუშვათ უკრაინელებთან იმდენად სასაცილოდ გამოიყურებოდნენ, რომ ერთი გამოვიდა მე ის ნატოს ერთ-ერთი გენერალი და ჩვენო იმაში ვართო ერთ ადგილასო რა. საერთოდ სხვაგან ვართო. ანუ საერთოდ აცდენილია თან იმ ომის წარმოების რეალური ომი როგორც იქნება თუ დიდი ომი დაიწყო, ხო? აცდენილია ეს თანამედროვე არმიები. თუმცა ომში საერთოდ ადეკვატური არმიის ჩამოყალიბებას მხოლოდ და მხოლოდ ომი მაშვება. ომის შედეგად იქნება ადეკვატური არმიები რა. გამოცდილების გარეშე არმია ეს არმია არ არის საერთოდ. აი ეგეც უნდა გავიფიქროთ. არ შეიძლება რომ ევროპას არ შევეხოთ, ყველაფერი კონტექსტშია და სხვათა შორის ევროპასთან მიმართებაში მიუნხენის კონფერენციაზე, სადაც თავის დროზე ვლადიმერ პუტინი გამოვიდა 2007 წელს და ძალიან უნდოდა რომ ევროპელი გამხდარიყო და დიდ გლობალურ სისტემაში ჩართულიყო, რომ არ მიიღეს. ეხლავე ამავე ბატონო ხო დიახ. დიახ. და მიმდინარეობს მიუნხენის ეს კონფერენცია და ესე იგი ჯეი დი ვენსი აღარ გაუშვეს რომ არ ეგინებინა და გაუშვეს მეტად უფრო კორექტული მარკო რუბიო და ამანაც არაცი არცაც ხელა და ანუ შეხვედრებზე ვარ თქო უბრალოდ დღეს იყო კორექტულად ხო დღეს გამოვიდა ესე იგი სპიჩით ნუ ესე ლამაზად გააკრიტიკა და ნუ მერე კითხვა პასუხები იყო ფაქტობრივად არაფრის თქმელი ნუ ამერიკელები კვლავ რჩებიან თავის პოზიციაზე და უცნაური ის არის რომ ამასაც რუსები დამკვირვებლის როლში აკვირდებიან. ნუ რა უნდა ქნა შეიძლება ითქვას, მაგრამ რაღაცა პოზიცია ხო უნდა ჩამოვაყალიბო ან იქით ან აქით. აქაც დამკვირვებლე და ლავროვის პოზიცია საერთოდ ის არის, რა ქვია, კომიკურს მსგავსება. ასაკთან ერთად ეთყობა ისიც დაკარგა რუსული სიტყვა ხვატკა. და მოკლედ აი ესე დროში და სივრცეში არიან და ელოდება ამ ხელისახელმწიფო სად რა გადაწყდება მის გარშემო რა და რუსეთი მენაკლებად მადადეს უბრალოდ ჩვენ რო ვართ სამხრეთ საზღვრებზე და ჩვენ რო შეიძლება მოხდეს იმიტომ ლაპარაკო და იმიტომ დავუთმე ეს ეთერი საერთოდ ამას რას ფიქრობ ეს მიუნხენის კონფერენცია ალბათ მორიგი ფარსი იქნება მით უმეტეს იმ გადაწყვეტილების ფონზე რაც ახლა თავად ახსენე რომ ევროკავშირმა ეს გადაწყვეტილება მიიღო ეს გენდერული თანაფარდობა და რაღაცა და იქიდან კიდე ელვადეპეშა აფრინა ილონ მასკმა რომ მოუწოდა რომ არ იქად დაშალეთ ევროკავშირი გადით დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. როგორ უშველეთ თავს ხო ღია მესიჯი იყო უკვე რა და როგორ ფიქრობ ეს მომავალ წელს იქნება მსგავსი თავყრილობა შაბაში თუ უკვე მე მგონი
ალბათ იქნება ჯერ კიდევ, თუმცა ეხლა სულ უფრო და უფრო სასაცილო ხდებიან, ხო ახლა მარკო რუბიომ უარი უთხრა და დაკავებული ვარ თქვენთვის არ ძალიან მოკლედ რა დროს თქვენთან შელაპარაკია, ხო ეგ იყო ახლა ჩავიდა მიუნხენში და არ შეხვდა ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებს. ახლა ამაზე მეტი სილის გაწუნა კი არ არის, აქვია ამას უკვე რაღა ქვია, არ ვიცი და თან მიზეზი იყო რა უშუალოდ რო ეთქვა რომ ან კბილი პივა უცელია კიდე სიცხე მოცა. არ ძალიან თქვენთვისო დაკავებული ძალიან ისამაქსო რა. ეს პირდაპირ ის არის რომ არ გცნობთ საერთოდ. გადატვირთული გრაფიკი მიზეზი. გადატვირთული გრაფიკი თან მიუხედავად გადატვირთული გრაფიკი იქ ჩავიდა და გადატვირთული გრაფიკი ისაა. მიუხედავად რა. ასაოცარი რამე იყო ეს მართლაც. ახლა ლავროვს რაც შეეხება, ახლა ეს ტელეგრამს რატო აჩერებენ? ტელეგრამს რუსები. ის სხვადასხვა როსკომნadzori ვითომ არის ინიციატივა, მაგრამ ეხა ვიცით რომ რატომაც აჩერებენ და მინდა რომ განმარტო რა კამას აფუძო. იმიტომ აჩერებენ რომ გინება მიდის იქა კაცო ლანძღვა და გინება მიდის გამწარებული ესე იგი რო ნახო იქ ეგ არის ხო ეგ ტელეგრამი ცოტა რთული გასაკონტროლებელია ხსნი არც და იგინები რა ჩვეულებრივი ამბავია ახლა ჩვენი დურობა მოახერხა ეგ რომ გასაგებელები დურობა მოახერხა დურობა ხო მოახერხა რომ გასაგები არის ძალიან უნივერსალური და ვერ ბლოკავენ ხო და ინება როგორ მიდის ახლა ობიექტური ინფორმაციის გადმოცემა ხდება იქ დაუშვათ მიუხედავად იმისა რომ ბევრი ახლა დაუშვათ იგივე Z კანალები რასაც ეძახიან Z არხები ხო ანუ Z არხები ისინიც აპროტესტებენ იმიტომ რომ გამოდის რომ ჩვენ საკუთარ მოსახლეობას და ჯარს ინფორმაციულ ვაკუუმში ვაქცევთო და მიხვდნენ არა, გინდა თუ არა ეს მაქსი რო არისო, პრილაჟენია მაქსი იმაში იმით ისარგებლეთ, ანუ ეხლა ეს ტელეგრამი, YouTube-იც თუ გათიშე, ტელეგრამი გათიშე, ყველაფერი თუ გათიშე, ესე ხო თანამედროვე სამყაროა ეს და ეს გამის გათიშვა ცოტა არ იყოს და ის არის, რა ქვია. აბსურდია, მაგრამ რატომ არის გეტყვი ეხლა მე მაგას? რატომ აკეთებენ? იმიტომ აკეთებენ რომ გასაგებია რომ ესმით ეხლა რომ იმ შედეგებზე ვერ გავლენ რა შედეგებიც იყო დეკლარირებული იგულისხმება ეს ოკუპაცია ესა რა ქვია დენაციფიკაცია დემილიტარიზაცია იქ დაუშვათ რუსული მოსახლეობის უფლებების აღდგენა, რუსული ეკლესიის უფლებების აღდგენა, 4 რეგიონის ცნობა ყირიმთან ერთად, რუსეთის რომელიც შევიდა კონსტიტუციით, მათ მიერ მიღებული კონსტიტუციით, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, ამათი აღიარება საერთაშორისო დონეზე, ეს ყველაფერი ვერ განხორციელდება, ამას მიხვდნენ, მაქსიმუმ ესე იგი დონბასზე არის ახლა აქცენტი ახლა დონბასზე რო გააკეთონ დაუშვათ რომ ვერაფერს ვერ იტყვიან მე დონბასი რა მე ესენი ამას რას უშვებიან დანარჩენს და ამის გარდა რას უშვებიან იმ დეკლარირებულ მიზნებს რომელიც იძახეს რომ აი რუსეთი ამას მიაღწევს აუცილებლად რაც დაისახა ვერ აღწევენ ფაქტია ასეთი მეთოდებით ვერც მიაღწევენ იმიტომ რომ ახლა როგორ წარმოგიდგენიათ ფაქტიურად ომი მიმდინარეობს და იმან რა ქვია ალიშერ უსმანოვმა 6 მილიარდი იშოვა და ესენი კიდე ამათ კიდე ფული არ აქვს ეს წარმოუდგენელი რაღაც ბოდვით რეალობაში აცხოვრებენ ეგენი თავის ხალხს და ეს ბოდვითი რეალობა დიდხანს ალბათ რაღაც გარკვეულ ტრანსფორმაციას განიცდის აუცილებლად. ეხლა ჩვენ უსაფრთხოებასთან მიმართებაში აქვს ამას ძალიან სერიოზული ხები. და ჩვენ ამაზე უნდა ვიფიქროთ ძალიან იმათ რა ქვია. ფულად უნდა ვიყოთ იქიდან გამომდინარე რომ რუსეთი ამ შემთხვევაში მიუხედავად ყველაფერი იმისა რაც ჩამოთვალე, მაინც რჩება
სუპერძალად. და ის არ არის აკლემი ისე წაიქცევა ხო ის საფალე არაციოსო ეგ ვითარება არის ახლა ჩვენ იმათან მიმართებაში ვამბობთ უშუალოდ შეერთებულ შტატებთან და განსაკუთრებით ჩინეთთან მის ტექნოლოგიურ ჩამორჩენას ახლა დანარჩენებთან ნამდვილად არ არის ტექნოლოგიურად ჩამორჩენილი ამავე დროს რუსეთი არის ახლა იმ მდგომარეობაში რომ შეიძლება საერთოდ გეოპოლიტიკური ინვალიდი დარჩეს იმ შემთხვევაში თუ ირანში მოხდა ის რისთვისაც იქ მიდის კოლოსალური ძალა ჯერალდ ფორდს თუ მიაყენებენ კიდე ეს ჯერალდ ფორდი ეს მეორე ავიამზიდია რომელიც ყველაზე თანამედროვე ყველაზე ესეთი ავიამზიდია ეს ჯერალდ ფორდი დაუცარი ისა აქ შენერთი ამ იმისი რა ქვია უყურებდი ნამდვილად არის უძლიერესი ისა რა ქვია კომბალი ასე ვთქვათ ამერიკელების ხელში და იმ შემთხვევაში თუ მართლა ირანთან წავიდა სერიოზული დაპირისპირება და თუ ამერიკელებმა მიაღწიეს გარკვეული ფორმები ეს რუსეთისთვის იქნება უკვე სრული კატასტროფა ჩინეთისთვის ამიტომ რუსები ახლა მეტნაკლებად ვისაც ვადევნებ თვალყურს ვისაც რამე გავლენა აქვს ყველა ლაპარაკობს იმაზე რომ სამხრეთ კავკასიაში მათ გარკვეული ღონისძიებები უნდა გაატარონ აქ რა თქმა უნდა ჩვენ გვექმნება გარკვეული ესეთი მომენტი არჩევანის მომენტი არ უნდა დაგვიდგეს ჩვენი ამოცანა უნდა იყოს რომ ჩვენ რომელიმე ამ ძალამ არ დაგვაყენოს არჩევანის წინაშე აი მაგალითად რომ აი იცით რა ამერიკელებმა გვითხრან რომ იცით რა თქვენი ინფრასტრუქტურა უნდა მოგცეთ ჩვენ ირანზე დასარტყმელად სიტყვაზე ვამბობ ამას სხვათა შორის უდროფი რო იყო ხო გახსოვთ უდროფის კვლელობა ხო გახსოვს ეს უდროფი გაურკვეველ ვითარებაში ხო ვითარება ხა გარკვეულია მაგალითად ჩემთვის მაგრამ გასაგებია უდროფი სხვათა შორის იყო იმაში არის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს დიდების ის არის დიდე ვინც ემსახურებოდა ესე შეერთებულ შტატებში ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს განადიდა უდროფი იქ არის ის ძალიან პოპულარული ერთ-ერთ ესეთ სუპერ მათითულება ზვერავად ასე ვთქვათ და უდროფი სკვლელობა დაკავშირებული იყო დარწმუნებული ვარ იმ პრობლემებთან რომელსაც ის უქმნიდა და უშუალოდ რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს დიდი ალბათობით სწორედ ამასთან დაკავშირებული ვინაიდან მას იდეალურ ტრამპლინად მიაჩნდა და უშუალოდ ირანზე დარტყმებისთვის იგივე დედოფლის წყაროს სამხედრო აეროდრომი იქ გარკვეული ინფრასტრუქტურა იყო საქართველოში იმისთვის რომ გაეკონტროლებინა მთელი ეს სივრცე და ასე შემდეგ ხო ეს ისე გადახვევის სახით ამიტომ რო დაგვისვან ეს საკითხი რო ახლა იცით რა თქვენ ან დაუშვათ შეგვიწყობთ ხელს ჩვენ ირანთან დაპირისპირებაში ან და მიიღებთ გარკვეულ შედეგები ექნება თქვენთვის ამერიკელებს ხელს ძალიან ბევრი ბერკეტებია ძალიან ბევრი ბერკეტებია ჩვენი სხვათა შორის მაგრამ აქვეც ვთქვათ რომ იმ ორ თვითმფრინავთან დაკავშირებით რომელიც საქართველოს აეროდრომზე როგორ ჩანს მე არ ვიცი ახლა ენელდა ბატონო ეხლა ისმის ისმის ხო აი ეს ორი თვითმფრინავი რო დაჯდა კი სხვათა შორის ამ ორ თვითმფრინავზე რუსეთის ფედერალურ არხზე კერძოდ სალავიოვის შოუში
მე მეგონა რომ დიდი აგრესია იქნებოდა, მაგრამ იცით როგორ შეფუთეს, რომ ნუ მე რა დაжда, ხო და ეს ცოტა გასაკვირი იყო და მე ისე მოკლედ რუსეთის გარშემო ტრიალებ, იმიტომ რომ ბევრი რამ მათ ყოფაზეა ჩვენი ყოფა მათზე არის დამოკიდებული. და აქ მაინტერესებს ერთი რამე, რომ ესეთი შტაბეშტილება მრჩება, რომ ეხა სირიის პრეზიდენტი იყო უკვე მეორეჯერ ჩამოსული. სოსო ისმის ჩემი? ბატონო. ეხლა ისმის კი? ხო. სირიის პრეზიდენტი იყო მეორეჯერ ჩასული. საინტერესოა რაზე იყო საუბარი, ანუ ეხა ვარაუდით უნდა ვიმჟელოთ და რატო ვამბობ, ეხა ახლო აღმოსავლეთში რო გადმოვიწიოთ, ეს კი ფაქტობრივად ეს სამხრეთ რკალი რჩება კვლავ ამერიკელების გავლენის ქვეშ. ეხა ამიერკავკასიაში რო შემოვიდნენ და ინტერესებს არ ვითარებენ, ესეც გავიგეთ. რამდენად ეს მიახლოვებული იქნება რეალობასთან, ვერ გეტყვით, მაგრამ ეხა ეს სალავიოვის გამოსვლა რატო ვახსენე, იცი რომ თითქოს მათთვის განგაში არ იყო რა, რომ საქართველოში რაღაცა ორი სატვირთო თვითმფრინავი დაжда და ნუ გაფრინდა რაღაც სატრანზიტოდ გამოიყენეს. და იბადება ეგეთი ეჭვი, რომ ეს მართლა შეთანხმებული ხომ არ არის ამერიკულ შეერთებულ შტატებთან და მაგალითად ლონდონის გაძევება სამხრეთ კავკასიიდან ამერიკელების მხრიდან, რაც აწყობთ ბუნებრივია რუსებს, იმიტომ რუსები თავისი ძალით ვერ ერევიან. აი ეს ვარაუდი ახლო არ რეალობასთან. არა მგონია შეთანხმებული იყოს, ახლა ქართველებს რა უნდა ეკნათ, ამერიკელებისთვის უნდა ეთქვათ, რომ არ გაფრინდეთ, ბაბა, როგორ უნდა ეკნათ. აი ხელისუფლებას რა უნდა როგორ ეთქვი მაგას ახლა და უთქვათ რა იმ პირობებში, როდესაც შენ არა გაქვს არანაირი არავითარი სხვა, ასე ვთქვათ, არავინ მოკავშირე შენ არ გყავს და ამ დროს ამერიკელებს დაუშვათ ხელუყუღმა ისედაც მდგომარეობაში ვარ და რა უნდა უთხრა. პირიქით ამერიკელებთანაც ჩვენ უნდა გქონდეს, რა თქმა უნდა, ძალიან ფრთხილი, მაგრამ ნუ უნდა გავითვალისწინოთ ახლა მათი მასშტაბი და ჩვენი მასშტაბი და მათი შესაძლებლობები, ხომ და ამას აკეთებენ კიდევაც ახლა. უსაფრთხოების მინისტრი იყო იქა იმაში, ინარაზე შეერთებულ შტატებში, რაღაც სამდღიანი ვიზიტი ჰქონდა. უსაფრთხოების საკითხებზე იქნებოდა ბუნებრივია ეს საუბრები და ნუ არავინ არ იცის რაზე მოილაპარაკეს. უსაფრთხოება, მართლა ჩვენი ჟურნალისტები ესე იგი კაპაციტეტებით ცდილობდნენ გამოეგლიჯათ კობახიძისთვის პირიდან აღიარება რაზე იყო იქ დინარაზე ჩასული. ნუ ახლა ეს კიდე ცალკე კლინიკური ის არის ყავს შემთხვევები რა დავქნათ ესეთი რეალობაა და გასაგებია კავკასიაში არავისთვის არაფრის დაკით. ხო, პირიქით აზერბაიჯანთან დადეს კიდე ერთხელ არ გვწილათ საფრთხის წინაშე. მაგრამ აზერბაიჯანი უკვე აზერბაიჯანის ფსონი, ანუ ისრაელზე იყო და ისრაელის მეშვეობით შეერთებულ შტატებში თავის ინტერესების ლობირებაზე. ეს ფსონი ჯერჯერობით ამართლებს და ამერიკელებისთვისაც აზერბაიჯანი ახლა ისეთი არჩევანია, სერიოზული არჩევანია, იქიდან გამომდინარე, რომ აზერბაიჯანს აქვს ნავთობი, ჯარი, გამარჯვებულია და აქვს მყარი, ისა რა ქვია, მართლობა ალიევს და ახლა დემოკრატიული არ არის დემოკრატიული, ეს ახლა ტრამპს სულ არ აინტერესებს საერთოდ, ხო? ახლა რაზე ვლაპარაკობთ ახლა რომელიც ეკოსასაცილოც არის ახლა დაუშვათ. ამ საფანელით რაღაც ჩარევა უცხო ქვეყნის საშინაო საქმეებში იმისთვის რომ დაუშვათ შენი ინტერესები განახორციელო, უკვე ეს ყველასთვის სასაცილო გახდა და აღარც არაფერი ირანს რა მოტივით ერჩის ახლა ირანს ტრამპი. არ უნდა კონდეს რაკეტები და არ უნდა გაამდიდრო ურანი არც 1%. ახლა იქ ლაპარაკია რაზე რომ დაუშვათ ირანს თვარწები გამდიდრებული ქონდა 55%-მდე ეს ისა ურანი.
ანუ ტექნოლოგია რაში მდგომარეობს, რომ ეს ურანი ცენტრიფუგებია, ეცლება ყველაფერი დანარჩენი, რომ მიიღონ დაუშვათ იარაღისთვის გამოსაყენებელი, რომელიც 80%-მდე უნდა გამდიდრდეს. ანუ ესე იგი, რომ ეს უკვე ბომბისთვის ეს არის გამოსაყენებელია ეს ასეთი გამდიდრებული ურანი და იმისთვის რომ ამუშაო ატომური ელექტროსადგურები 20%-ის გამდიდრება საკმარისია. ახლა ბომბის დამზადება სიტყვაზე, ხომ? იმ 80 იარაღის ურანი მაგდენია, თუ ასე 80% და ზემოთ და აი ეს ამითაც შეიძლება ბომბის გაკეთება, ეგრეთ წოდებული ჭუჭყიანი ბომბის გაკეთება. ხო, მაგრამ ამერიკელები ასე უნებიან ირანს, რომ თქვენ არცეთი პროცენტით არ გაამდიდრებთ. მანამდე მთელი ეს მაგატე და ეს როგორ იყო ჩარეული კონტროლი იყო, რომ დაუშვათ არ გაემდიდრებინათ ირანს არ მიცემოდა საშუალება გაემდიდრებინა ურანი ბომბისთვის, ბომბის კონდიციაში. ხო. აქედან გამომდინარე, ახლა ირანი ამას ვერ მიიღებს, ვერც იმას მიიღებს, რომ ბალისტიკური რაკეტები არ აწარმოოს. იმიტომ რომ ირანს ესმის, რომ არ აწარმოებს და მიიღებს უარეს შედეგს. აქედან გამომდინარე, ახლა ამერიკელების მიზანი რა არის, რომ დაშალონ ეს ირანის დეზინტეგრაცია. კიდე ასე მე ეგრე უყურები, რატო უნდათ, იმიტომ რომ კიდე ერთხელ ვერ დავამთავრე აზრზე. ირანი შახიც ხომ ახლა რო დასვეს ხომ თავიდან დასვეს როგორც ხო გახსოვს გერმით რუზველტის ის იყო ეს რა ქვია რუზველტის ის იყო შვილი მაგანა იმას ქნა ეს ოპერაცია სხვათა შორის მოსადეკის ჩამოწყლების ოპერაცია და ირანის შახი მოიყვანეს მაგრამ ირანის შახმა რა მე თავიდან ეს ყველაფერი შეუსრულა მაგრამ მე ისევ ავტარკიისკენ გადაიხარა და ასე ვთქვათ მრავალ ვექტორული პოლიტიკის წარმოება დაიწყო მაგრამ ამავე დროს იყო ირანის და შტატების და ისრაელის მოკავშირეც იყო ასე ვთქვათ რეგიონში. მე ნახეთ რაც მოხდა შახიც სხვათა შორის სწორედ ისინიც მონაწილეობდნენ შახის ჩამოცილებაში. მაგრამ მე გაიქცათ პროცესი და გვაქვს ეს ვითარება. ამიტომ ახლა ამ შეცდომის განმეორებას როგორც ჩანს არ აპირებენ რომ გეგმა როგორი იყო რომ დაწყებულიყო ეს რევოლუციური პროცესი მომხდარიყო ყევა ხელისუფლების და შემდეგ სამხედრო ჩარევა მაგრამ ეს არ გამოვიდა ეხლა აპირებენ სამხედრო ჩარევა და ყევა ისევე რომ ბოლოს და ბოლოს იერიქონივით სუმუდმივ დაცვაში რო არის ქვეყანა სუმუდმივ სანქციებში ჩამოიშლება აუცილებლად ეს არის ანუ გამოფიტვისა და ჩამონგრევის და პოლიტიკა და ჩამონგრევის შედეგად ახლა ირანი მრავალეთნიკური სახელმწიფოა მოგეხსენებათ თან ისეთი ჩამოყალიბებული ისტორიული ტრადიციებით აგერ ირანის აზერბაიჯანი ხუზისტანი ბელუჯისტანი ხუთისტანი თვითონ ეს ძალიან ის არის იმ შემთხვევაში თუ დაიწყება ცენტრალური ხელისუფლების კრიზისი ავტომატურად მე ამის პროვოცირებას ეოლია და ნუ ეს განზრახვაა და ეს სახელმწიფოები ჩინეთის და რუსეთიც კი იარაღს აწვდიან, კი ეხმარებიან ტექნოლოგიებით ყველაფრით, მაგრამ სახმელეთო სახელმწიფოების პრობლემა იმაშია, რომ ისინი ვერ ერთიანდებიან. იმ დონეზე, ყველა მაინც ეგოისტური თავის ინტერესებით საზრდოობს, ასე ვთქვათ და ერთმანეთთანაც წინააღმდეგობები აქვს და ეს გაცილებით ეფექტური მტაცებელია, ასე ვთქვათ, ამ გეოპოლიტიკურ ზოოპარკში. საზღვაო იმპერიები გაცილებით ეფექტური ისინი არიან, რა ქვია, მტაცებლები და ეს გლობალისტური ძალები კიდე ცდილობენ რომ აი ამ გეოპოლიტიკური ზოოპარკი აი იმ პრინციპით მოაწყონ, როგორც აი კრუგერის პარკია, ხო, იმებს რო აბავენ, რა ქვია, ლომებს და აძილებენ აბავენ იმებს გადამცემებს ამერებს ხო გამოვიკიდება ზებრას იქ მე დრონით უღებენ და ამითი მე ბევრი ნახვები აქვს YouTube-ზე იქნება თუ ტელევიზიაზე ფილმებს აკეთებენ და დიდი კომერციული მოგება აქვს. დაახლოებით ამ პრინციპით ცდილობს გლობალური ელიტა ამოქმედოს აი ეს გეოპოლიტიკური აქტორები. აი ესეთი მეტაფორად შეიძლება ასე ვთქვათ გამოვიტანოთ ამ მოვლენის მრავალ შრიანი და მრავალ განზომილებიანი მოვლენის აღსაწერად. თუმცა არც ერთი მეტაფორა არ ასახავს იმ
მრავალფეროვნებას, რომელიც ისტორიულ პროცესს თანახმობს. სოსო, ბოლოს წინაშე კითხვა. ირანის შიდა მოწყობაზე, ანუ სახელმწიფოებრივ მოწყობაზე, ბევრი ანალიტიკოსი საუბრობდა, რომ იმდენად მრავალფეროვანია, რომ პოლიტიკაში არ ჩახოდულს უბრალოდ ვერ წარმოუდგენია, რომ რამდენად მრავალეროვანია და განსხვავებული კულტურის მატარებელია ეს სახელმწიფო შიგნით. ეხლა რაც უფრო დრო გავიდა და სააშკაროზე გამოვიდა ბევრი რამ თანამედროვე პოლიტიკაში, ხედავთ, რომ საშიშროება იმისა, რომ ირანი დაიშალოს, არ ყოფილა ჰიპოთეტიური, ეს რეალურად შეიძლება მოხდეს, რასაც როგორც თავად ბრძანე, შიდარყევების იმედი უფრო აქვს ტრამპს, ვიდრე დაუშვათ ისევ ბომბდამშენების. თუმცა, ბლოკადაში რომ მოახდენ, ყველაფერი მოხდება. ეხლა კუბის მაგალითი ხო და ეხლა ამის თქმის უფლებას ის მაძლევს, რომ კუბაში რა ხდება აქვე, ისეთ ბლოკადაში ჩააგდო, რომ ბენზინი აღარ არის, სკოლები მასალ დაიხურა, შუქი აღარ არის, იმიტომ რომ გენერაცია არ ხდება და რუსებმა შეწყვიტეს ფრენა, ტურიზმი მოკლა და მოკლედ ერთი თვე კიდე ალბათ ესე რომ გაგრძელდეს, ალბათ თეთრ ალამს აწევს ეხლა კუბის ხელისუფლება, როდემდე, ხო? და რაღაც ალბათ მსგავს რამეს აპირებს. ნაწილობრივ იერიში, ნაწილობრივ შიდაარეულობა და აქვე კონტექსტში ასევე ანალიტიკოსთა ეს ნაწილი ამბობდა, რომ ასევე სტრუქტურულად არის ჭყალებში თქვა, გაუმართავი თურქეთის სახელმწიფო. როგორ ფიქრობ, შესაძლოა, რომ თუ ირანის ის სცენარი განვითარდა, რომ დაიწყო რღვევა, თურქეთი საშიშროების წინაშე არ დადგება უმართავი ქურთები, საგარეო პოლიტიკა, ამერიკელები უკმაყოფილოები არიან თურქეთით, იმიტომ რომ ნატოს წევრია და ფაქტობრივად ბევრ რამეში არ მონაწილეობს, ბევრ რამეს აპროტესტებს, ბოსფორის ყურეს როგორც უნდა კეტავს, აღებს. როგორ ფიქრობ, შესაძლოა რომ თურქეთის ჯერი დადგეს შემდეგ? მე ვამბობ ეს ის შემთხვევაში თუ ირანზე განხორციელდა ის, რასაც გეგმავს რა. ისლამურ ნატოს ქმნის მოდი პირდაპირ თქვა, ბრიტანეთს მოკავშირეა, კავკასიაში კონკურენტია და ასე შემდეგ და ამ თურქეთის მიმართ ძალიან სერიოზული ისინი აქვს პრეტენზიები. არსებობს სხვადასხვა რუკა, შეუძლია დაგუგლოთ და ნახოთ, რუკა უკეთესი ახლო აღმოსავლეთის რუკა არსებობს ასეთი. და იქ კარგად ჩანს ამერიკის სამხედრო აკადემიებში სხვათა შორის საკურსოებს, ნაშრომებს წერენ ამათ, დისერტაციებს იცავენ და ეს ხომ არის ეს ახლო აღმოსავლეთი ძალიან ბევრი ხალხის, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი მრავალფეროვნება აქვს და ეს საზღვრები არის პირობითი. პირობითი როგორ, უბრალოდ ხშირად არ ემთხვევა რეალობებს. რომ საზღვრები დაწესდა პირველი მსოფლიო ომის, მეორე მსოფლიო ომის შედეგად გამარჯვებული სახელმწიფოების მიერ. პოსტკოლონიალურ ეპოქაში დაწესდა ხომ, აი როგორც სამანდატო ისინი ჰქონდათ ფრანგეთს, ბრიტანეთს და იგივე აფრიკაშიც და ახლო აღმოსავლეთშიც ესე ხაზებად არის გავლებული და იქ იკვეთება ძალიან ბევრი არაბუნებრივი ის არის. ახლა თურქეთს რაც ეხება, თურქეთს აქვს ფანტომური იმპერიული ტკივილები. თურქეთი თავისი ძლიერების ეპოქაში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპერიული ტრადიციის მქონე ქვეყანა ისტორიაში, მოგეხსენებათ, 6-ჯერ დიდი იყო დაახლოებით თურქეთი თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე. იმიტომაც იძახის ხოლმე ერდოგანი ლექსებს მიტინგებზე, დაუშვათ მე, ჩემი მესხეთიო, ჩემი ბათუმიო, ჩემი ასე შემდეგ და ჩემი ალეპოო და იერუსალიმის ჩვენიაო. ესეც განაცხადა, ხო, ჩვენ ავაშენთ ეს თურქული ქალაქიაო, რომ თურქეთის იმპერიაში შედიოდა იერუსალიმი. მოგეხსენებათ. საიმაში, როცა დაიპყრეს ეს ბიზანტია, შემდეგ მთელი იგივე სირია, თურქეთი, ეგვიპტეც, მთელი მაღრიბი, ეს თურქეთის ტერიტორია იყო, ამიერკავკასიის ტერიტორიის ნაწილი და ასე შემდეგ, ხანდახან მთელი ამიერკავკასია.
ამიტომ ახლა ეს თურქეთიც თავისი იმპერიული პროექტის განხორციელების დიდი თურანის ოცნებები არ აწუხებს მას და ამის განხორციელების პროცესში ამაში ხელს უშლის რუსეთი და ჩინეთი. არც ამერიკელებს ეხატებათ ახლა დიდი თურქეთის აღმოცენება იქ. შესაბამისად პერმანენტულად მუშაობენ ახლა ამერიკელებზე როცა ვსაუბრობ ჩვენ და ჩვენ იცით რომ დაგვაუწყდეს ახლა რა პროცესები ვითარდებოდა წინა არჩევნებზე. კილირ ჯოღლუს ცნობილი გამონათქვამებით რომ გავიხსენოთ ერდოგანის და იმის ჰაკან ფიდანის გამონათქვამებით, ხომ? ეს იყო პირდაპირ ჩარევა იყო ისეთი ძლავრი ჩარევა იყო ინფორმაციული შეტევები იყო. ანუ გეოპოლიტიკაში არავისი გაძლიერება და გაზრდა არ აწყობს. ესეთ განსაკუთრებით ჰეგემონ სახელმწიფო. ამიტომ ახლა ირანის მიმართ თურქეთის პოზიციონირებაც გასაგებია. ახლა თურქეთისთვის ირანის დაცემა, ასე ვთქვათ, და ირანზე შეტევის მიტანა მისი მომავალი კატასტროფის საწინდარია. აი პირდაპირ რომ ვთქვათ, თუ არ გადასძალა იქ გარკვეულმა ამ სახმელეთო სახელმწიფოებისთვის დამახასიათებელმა მერკანტილურმა მიდგომებმა, მათ ყოველთვის აქვთ აი ეს, რომ აი მოიპოვონ ტერიტორიები, გავლენა ტერიტორიული გაფართოების ინსტინქტი აი ამ არსებებს გეოპოლიტიკურ აქტორებს, ასე ვთქვათ. როგორ წარმოიდგინოთ რა არ იყოს და ჩელენის, აი ესენი უნდა წარმოვიდგინოთ როგორც ბიოლოგიური არსებები. აი ესეთი ისაა. რომელიც იბადებიან, იზრდებიან, კვდებიან, გადაგმერე ასე შემდეგ. ანუ გაფართოებისკენ მიდრეკილება, ანუ ყოველთვის ომები რომ მიმდინარეობდა, აი შენ ამას მოგცემ და მე ის ხო, ომები რისთვის მიმდინარე ტერიტორიები. ხო და აი ამ მომენტში თუ დაუშვათ არ გადასძალა აი თურქეთის რომელიღაც ელიტას, რომელზეც манипуლირება დავა იქ და ასე შემდეგ, ხო? რომ ესეთი ტიპის დემოკრატიები ყოველთვის არიან დასავლეთის ამა თუ იმ ძალის манипуლირების ინსტრუმენტები. ხო? და არ მოღორდნენ. მაგ შემთხვევაში, რასაც ახლა ერდოგანი აკეთებს, რომ მკვეთრი მხარდაჭერა გამოუცხადა ირანს. მიუხედავად მათ შორის არსებული რაღაც პრობლემებისა, ისტორიული პრობლემებისა, გამოუცხადა, იმიტომ რომ ერდოგანს ესმის, ის გამოცდილი პოლიტიკოსია, ესმის ახლა ირანის დაცემა აუცილებლად აი პრობლემებს გამოიწვევს, რომლის წარმოდგენაც კი ძნელია. ხო, აი ესე უნდა განვიხილოთ ეს პროცესი და მე ეჭვება რომ თუ დაუშვათ ამერიკელებს ეყოფათ შიდა რესურსი, თუ შიგნით ხომ წინააღმდეგობებია და შიგნით ხომ მიმდინარეობს. ო, აქ ერთი ამბავია კიდეც ალბათ. აქ მანდრაც მიმდინარეობს, აქედანაც კარგად ხედავთ ჩვენ თელი ეპშტეინია, მოკლედ ეპშტეინ და რაღაცა და ეპშტეინიზმია, იქ კატასტროფა ხდება სრული. ერთმანეთს ემუქრებიან იმით ახალი ფაილების გამოცემა და საინფორმაციო ომი მიმდინარეობს იგივე ტრამპის წინააღმდეგ რომ აი ახლა შენ რომ თქვენ რო ის დაბლარეთ ისინი ინფორმაციები ხო გამოჩნდა რომ ვიღაცებმა პროგრამა გააკეთეს და განბლარეს ესე ო შლიან იმას მალევიჩის კვადრატებს შლიან და იქიდან იმისთან ისინი დემონები ხდებიან რომ მოკლედ ლამის არის შემოგვახსნეს უყველას აქეთ. ო და რა ვიცი ახლა ტრამპი მაინცა და მაინც ამ პედოფილიაში და იმაში კი არის ჩვენებები, მაგრამ ჯერჯერობით არ არის ხილებული, თუმცა აიცი ახლა 3 მილიონი ფაილია კიდე იქ და ხო და კიდე 3 მილიონი ფაილია, ხო და ისე ბარემ აქვე რახან ახლა უცებ ესე მოკლე მიმოხილვა იყო ამერიკის ამბებზე. გევინ ნიუსემი ჩავიდა მიუნხენის კონფერენციაზე და გუშინ ჰქონდა უფლება მიწეს რომ გამოსულიყო სიტყვით. და იცით რა თქვა რომ ნუ რო გააკრიტიკა რომ ეს ამერიკის დიქტატურა რომ ტრამპიზმი როგორც მოვლენა უნდა დამთავრდეს და ესეთი ფრაზა თქვა რომ 3 წელი დაგვრჩაო რა და მე ყველა მერთად უნდა ვეცადოთ რომ ამერიკა კვლავ ამერიკის რეალურ სახეს დაუბრუნდესო. ეხლა ეს იმიტომ თქვი რომ
ირანი დღის წესრიგში აქვს ცალკე თურქეთი, მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებში რა მოხდება ახლა შემოდგომაზე არავინ იცის. და აქ თუ კონგრესი დაკარგა და სენატში ჯეი-დი ვენსის ერთი ხმა დარჩა, ისიც მყიფე იქნება. შესაძლოა რომ ვინმე სენატორმა რესპუბლიკელებისგან როგორც ჩვევიათ ხო მიცი ხა რომ საჭირო მომენტში ის გააკეთოს გადასვლა, გადაბარგება. და მაშინ გამოდის რომ აი ეს მთელი კამპანია, ხოსო, რომელიც ფაქტობრივად 3 წელზე აქვს ახლა ამკაც კიდე გაწერილი, ხო, ჩათვალე რომ აღარაფერი აღარ იქნება. კანადაზე სასამართლომ აუგზალა და შესაძლოა, რა ვიცი, მე მგონი 500 თუ 600 მილიარდ დოლარის დაბრუნება მოუწიოს კანადაზე. იმიტომ რომ არაკანონიერად ჩათვალა ტარიფები. ხო, ეს მარტო მხოლოდ კანადაზე და ეხლა სასამართლო განხილვა თუ მიიღო ეს სხვა დანარჩენი ქვეყანა და მოკლედ რატო ყვები ამას რომ აი ეს საგარეო პოლიტიკა, რასაც ახლო აღმოსავლეთში აწარმოებს, მე ესეთი შთაბეჭდილება მჯება, რომ რახან შიგნით გამარჯვებას ვერ აღწევს, იმიტომ რომ ძალიან მრავალფეროვანია ამერიკის შეერთებული შტატები. მართლა 50 სახელმწიფო, ეს შტატი არ არის, ეს არის ცალკეული სახელმწიფოები, მე დავწმუნდი. საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს ტეხას და იმას მინესოტას. ეს არის ორი დიამეტრალურად განსხვავებული ცნობიერებით, ხალხის კულტურით და ვაფშე საერთოდ ყველა. ეს წესით ანაქრონიზმია ერთ სახელმწიფოში ეს ორი შტატი რო ავიღო, აი ხა რო შევადარო ის პერვერტი წინვალცი და რო შევადარო მაგალითად ებოტი, ტეხასის გუბერნატორი, აი ვერ იტყვი რომ ეს ორი შტატი არის ერთ სახელმწიფოში, გამორიცხული. და აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ზუსტად საგარეო წარმატებებზეა გათვლილი ტრამპს, რომ იქნებ როგორმე შემოდგომა გადააგოროს რა და იმიტომ შიშობ ამას, რომ შეიძლება რომ ძალა გამოიყენოს რა. და აქ მე კიდევ ერთხელ უნდა დავუბრუნდე ჩვენი საუბრის ბოლოს, სად არის და რას აპირებს ეს მოუქნელი, ეს ტლანქი, ეს დათვი რუსეთი, იმიტომ რომ მახსენდება ერთი ჩვენთვის კარგად ნაცნობი კარაგანოვი, რომელიც აი ესე პერმანენტულად იძახის, რომ უნდა დავარტყათ და ტაქტიკური ბირთვული იარაღი უნდა გამოვიყენოთ, სხვანაირად რუსეთს არჩევანი არჩება. როგორ ფიქრობ, სოსო? ბოლო კითხვაა რა, რომ დღევანდელ პოდკასტში, რომ თუ მიიმწყდი ეს. თან ახლა ახალი ინფორმაციაა, რომ სლოვაკეთზე და უნგრეთზე აპირებენ კიდე ზეწოლას, რომ მათაც უარი თქვან ენერგომატარებლებზე და შენ ხო წარმოგიდგენი ეს რა იქნება რა. მე მართლა უნდა აიღოს რუსეთმა და რაღაც უნდა გაისროლოს. აი რაც მაშინებს რა, აი ყველაზე მეტად და როგორ ფიქრობ? კარაგანოვის ეს მუქარა ღმერთთან მოკნას რომ ასრულდეს თუ შესაძლებელია საერთოდ, იმიტომ რომ მიწყდეულია უკვე. სლოვაკეთი უნგრეთი დარჩა რა. ესეც თუ გადაუკეტეს, დამთავრებული ამბავია. გადაუკეტავენ მაგას აუცილებლად და ყველაფერი შესაძლებელია. ყველაფერი შესაძლებელია. აქედან ერთი რამე უნდა ითქვას, რომ ატომური იარაღის გამოყენება რა, ასე გლობალური ომი უნდა დაიწყოს. ო, ტაქტიკურს ეძახია, მაგრამ ის ტაქტიკური 100 ჯერ უფრო ძლიერია, რაც ჰიროსიმა ნაგასაკიში გამოიყენეს. საერთოდ ეს კერპთაყვანისმცემლობა ყოველთვის თავდება კატასტროფული შედეგებით. ახლა რაც იქ რუსეთში ახლა ეს პუტინის ხუთბოის აღულენის ისინი იყო, ხო, ეს უნდა იცოდე, რომ აუცილებლად ეს ნებისმიერ რუსეთი იქნება ეს შტატებშიც იგივეა, სხვათა შორის ამ ტრამპიზმი და ეს განუწყვეტელი ტრამპის ქებადიდება აუცილებლად ბოლოს ამას გამოიწვევს. აუცილებლად, აი ეს კანონია რა, როცა ხედავ რომ აი პიროვნების განდიდების რაღაც მანიაკალური ისინი მიდის და თვითონაც თვითგანდიდებას ეწევა. განსაკუთრებით ტრამპი ეს ფენომენია. სულ მე სიძახის ხარ. სულ მე სიძახის გასაოცარია პირდაპირ. პოლიტიკოსი საერთოდ მეს არ უნდა ამბობდეს. უნდა ამბობდეს ჩვენ. სახელმწიფო სახელი და გუნდით უნდა სახელმწიფო სახელი და ასეთ შემთხვევაში ხდება ის გაცილებით უფრო, მოდი ასე ვთქვათ, ხალხი მას გაცილებით მეტად აფასებს. და მე მეხსიერებაში ეგრე რჩება რა. ზოგიერთ იმას გავიხსენებ პოლიტიკურ ფიგურას. დიახ. ხოდა
ეს მე ყოველთვის მე მთავრდება ძალიან ცუდი შედეგებით რა, ეს კანონია. ხო და ესეთი დაუმსახურებელი ქებადიდებები კიდე და ტყუილები, რომელიც აგერ რა გამოჩნდა ხო მაგერ. რეალობა როგორი ყოფილა. ამიტომ ატომური იარაღის გამოყენება ეხლა რა თქმა უნდა შესაძლებელია, მაგრამ შერჩება მაგის ლეგიტიმაცია შიდაწრეში? იგივე რუსეთის ხელისუფლებას მე არ ამგონია ეს. მან უფრო ახლა გასაგებია რომ ისინი ეძებენ გამოსავალს. ხოლო იგივე ლავროვის იმის რა ქვია body language ესე ვთქვა და მიმიკა აჩვენებდა ამას სხვათა შორის შეშფოთების ხარისხს, იმიტომ რომ მიხვდნენ რომ მათმა ასე ვთქვათ ათვლებმა არ გაამართლა. ეს არ ნიშნავს რა თქმა უნდა რომ ისინი ბრძოლის ველზე დამარცხდებიან, არ დამარცხდებიან ბრძოლის ველზე. ცხადია, მაგრამ იმ შედეგებს ვერ აღწევენ, რაც დაისახეს. იმ ვითარებაში და იმ დინამიკაში, რომელიც მიმდინარეობს ერთის მხრივ ეკონომიკის და ერთის მხრივ ესე მოხჭობის პოლიტიკა, უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე მათ მიერ ამ SVO-ში დასახული, ესე ვთქვათ, გეგმების განხორციელება. ანუ ჩამორჩენა აქვს, ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს. და ეხლა დაიწყეს იმაზე ლაპარაკი, რომ ეხლა თურმე მოდერნიზაცია უნდა დაიწყონ ეხლა. როცა მთელი რესურსი გამოეფიტათ. ძალიან დიდი რესურსები გამოეფიტა და რაც თავარია, მიცეს საშუალება მოწინააღმდეგეს, რომ ნელ-ნელა ესე ბაღახს რო ხარშავენ, აი ეგრე მოეხარშათ და ნელ-ნელა აცლიან, ესე ვთქვათ, შემოსავლის წყაროებს. მიუხედავად გიგანტური რესურსებისა, რომელიც მათ აქვს. და დარჩნენ ჩინეთის ესე იგი წყალობის ამარა. ასეთი ბრძნული და საოცარი პოლიტიკის წარმოების შედეგად. თუმცა ახლა ისიც უნდა ითქვას, რომ ეს პოლიტიკა უნდა განვიხილოთ ჩვენ წინააღმდეგობის რაკურსში, რომელიც რუსეთს აქვს დასავლეთთან. და ეს წინააღმდეგობა მიმდინარეობს მათ შორის ასე ვთქვათ, უხილავ ფრონტზე, სადაზვერვო ფრონტზე. ეს არის ძირითადად იბრძვიან ეს დაზვერვები, რომელთა იმაში შედის კომპეტენციის არეალში შედის ეკონომიკური, გეოეკონომიკური, გეოსტრატეგიული ყველანაირი დივერსიების მოწყობა, მათ შორის კადრები და ასე შემდეგ მოწყობა მოწინააღმდეგის მიმართ. ახლა რო ავიღოთ სადაზვერვო საზოგადოებების შეფარდება, ტოლობა როგორია, ხო, დაუშვათ რუსეთის ერთი და აქეთ უშუალოდ შეერთებული შტატები, ბრიტანეთის კოლექტივი, ვინც ებრძვის მათ. მიუხედავად მათ შორის არსებული წინააღმდეგობებისა, ეს ძალიან დიდი ის არის განსხვავებებია. აგერ მერცმა ხო თქვა, რუსეთის იმეშეფო არის 2 ტრილიონიო, ევროკავშირის 20 ტრილიონიო და ჩვენ კიდე მაინც ვერ ვახერხებთო იმასო ახლა ტექნოლოგიები გვაქვს, ასეთ შესაძლებლობები გვაქვს და ჯარი ვერ ჩამოგვიყალიბებიაო და ნელ-ნელა ჩამოაყალიბებენ ამას. რა თქმა უნდა. თუ ასე გაგრძელდა დინამიკა და თუ ასე გაგრძელდა პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ ტრანსგენდერი ქალები ცნეს ნამდვილ ქალებად. მაინც არავინ არ იცის, მე აღწერე პროცესი და ეხლა როგორ რა მოხდება, არავინ არ იცის, ვის რა დაემართება, რომელი სისტემა უფრო მალე გამოვა წყობრიდან და უშუალოდ რა ის დინამიკა როგორ არის ამ სუპერ სისტემებში, მიმდინარე დესტრუქციული პროცესების. ეს თალკი ანალიზის საგანია და საინტერესო იქნება განვიხილოთ, აი მაგალითად ჩინეთის პრობლემატიკა, ინდოეთის, თურქეთის, ირანის და უშუალოდ ბრიტანეთის, რუსეთის, რო ავიღოთ და შეერთებული ცალკე ხო, რომელ სუპერ სისტემას რა ყველაზე სერიოზული პრობლემები, რომელიც მის დესტრუქციას გამოიწვია. ხო, ინდოეთი მაგალითად ყოველთვის მაინტერესებს, იმიტომ რომ როგორ შეიძლება ინდოეთი იყოს 21 საუკუნეში კასტობრივი დაყოფი, სადაც არიან ჯერ კიდევ ხელშეუხებლები. ანუ სხვა ფენა შეუძლია მათზე განახორციელოს ყველაფერი და არ არიან სამართალ ვალდებულები. აი წარმოიდგინეთ 21 საუკუნეში. და არა მარტო იქ ინდოეთში ისეთი პროცესები მიმდინარეობს იქ. პროცესები რა ისეთი იქ საერთოდ სხვა სამყაროა მოდი. ინდოეთი როგორც ესეთი ეს რო ბრიტანული კოლონიზაციის შედეგად შექმნილი კონსტრუქცია, ვთქვათ, ფორმით და სხვაგვარი ის ქონდა. ახლა ინდოეთში ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს და
ამაზეც ამასთანაც არის ცალკე საუბარი ხო ის როგორი ფორმაციის ინდოეთს მივიღებთ ნარენდრი მოძის მეთაურობით თუ რამე სხვა იქნება იქაც და მოკლედ ეხა უკვე ორი სიტყვით როგორც ყოველთვის ტრადიციულად საქართველოს შევეხო და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ეს ინიციატივები რომ დებატები წამოიწყო ამას ბუნებრივია ყველა ნორმალური ადამიანი მიესალმება რა შედეგი მოყვება ამას არავინ იცის იმიტომ კულტურა არ აქვს ჯერ ელემენტარულად დებატების ისი გამართვის მე არ ვამბობ მედიიმას ორგანიზატორებს ვინც ამ მედიაშლის მოდერატორებს ასე ვთქვათ მე ვლაპარაკობ თვითონ მხარეებს შორის კულტურა დიდი ხანია დაკარგული ამ ისი დებატების მე მივესალმები შორიდან გულისხმობ ბუნებრივია რომ ის ორი უმაღლეს სასწავლებლის შეერთება რაღაცა უფრო სხვა ფორმა მიიღო და შესაძლოა იქ შიდა სტრუქტურული ცვლილებები იყოს და ეს უკეთესი იყოს ასევე ბევრ რამეს მიუხედავად იმისა რომ ის არის რა ქვია კრიტიკა მაქვს და აქ ხუმრო კიდეც ყაველაშვილს კი არაფერს ვერჩი მაგრამ ხა სერბეთში რო იყო ჩასული იქ კაზუსები რომ მოხდა და პრეზიდენტის აპარატს ვაქილიკებდი ნუ მომიტევეთ ახლა მე რო პრეზიდენტის აპარატს გავაქილიკებ მაგრამ ნუ ხუმრობდი ბუნებრივია გარკვეული წილად ირონიით მაგრამ რაც ახლა ვენსის აპარატს დაემართა რომ ერთი დადეს მეორე აიღეს და მე მესამე ჩაანაცვლოს უკვე აღარაფერია გასაკვირი ხო და აი ესეთი რამე დაემართა იქ საოცრებები ხო და აი წამოიდგინე ახლა მე ჩვენი პრეზიდენტის აპარატი უკვე სუდამავის და იქ ჩავთვალე ლაფსუსი იყო და არა პროფესიონალიზმი და აქ რაც ხდებოდა ეს საერთოდ საგიჟეთი იყო რა და ამერიკის შეერთებულ შტატებს რო არ ეკადრება ისეთი რამე იკადრეს და ეხლა მე მინდა ესეთი ვიკიპედიაში ხელოვნური ინტელექტისთვის ეკითხათ რამე ხო აი რაღაცა ხო ან ერთის ისტორია გაეგოთ მეორეს ისტორია და იმდანაც ბედნიერი ვარ თავიდან კრიტიკულად ვიყავი რომ კრიტიკულად როგორ რა საინტერესოა ჩვენ რატო არა ვართ კონტექსტში და აი ამ ორი ვიზიტის მერე ისეთი ბედნიერი ვარ რომ ჩვენთან ფეხი არ შემოყო იმიტომ რომ არ ვიცი რა მადლობას გადაუხდი რომ ჩვენთან არ შემოიარეს რა კიდევ კარგი ხო და ეხლა ბატონ კიდევ კარგი და ეხლა მაინტერესებს ასეთი რამ და დავასრულოთ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია იმასთან დაკავშირებით რომ რეალობას ფეხი უნდა აუწყოთ ალბათ უკვე ალტერნატივა არ აქვს მიუხედავად იმისა ვინ რას ყვირის და როგორ ყვირის შენ როგორ ფიქრობ მკვეთრი პოზიციის დაფიქსირება საჭიროა თუ ჯერჯერობით ისე უნდა ვაკეთოთ როგორც ვაკეთებთ ახლა მკვეთრი პოზიციის დაფიქსირებაში რა იგულისხმება დაუშვათ გამოვიდეს ყობახიძე ჩვენი დღეს და თქვას რომ ეს ევროკავშირი არ გვინდა ხო ან ტრანსგენდერების მეწინააღმდეგებთან რაღაცამდე ხო ნუ არ გვინდა ნუ ახლა რაც თქვა ილონ მასკმა იგივე რომ გაიმეოროს არ გვინდა ევროკავშირი ხო ან არ გვინდა 78 მულხი და დროზე ამოვიღოთ არ გვინდა რა დავამთავრეთ იმიტომ რომ ნუ გვაგინებენ გვაფუთხებენ იტყუებიან ილანძღებიან რაღაცა და არის და ილიანის ლექტორები რო იყვნენ ლექტორიანა დღეს უყურეთ არ ვიცი დებატებში აი ნუ ახლა რო უყურებდი და არ ვიცი სტილი მინდოდა მართალი რო გითხრა მართლა ვერიდები უკვე იმიტომ რომ აღარ მაქვს ამის მართლა ადამიანი წვდება აი წარმოუდგენელი როგორ თქვა ახლა ეს აი ძალიან კარგია ერთის ხრი დავწერე მე რომ არ შეიძლება აკაცუკებთან კამათი იმიტომ რომ ჰიდროსტატიკური სირთვება ახლა პლატონი რო დააჯინო პირობით თეა თუთბერიძესთან ის დაწყევლის და აგინებს და რაღაცას ეტყვის ისეც რომ პლატონი თუ აყვა თეა თუთბერიძის დონის დადგება გახდება ხო სიტყვად პირობითი პლატონი ნებისმიერ ხო მაგრამ მე ერთი რამეა რომ ხალხმა დაინახოს იმიტომ ეს ხო დახურული საზოგადოებები დახურული სისტემებია და ხალხს გონია რომ იქ რაღაც განათლებული ხალხია რაღაცა პროფესორი დოქტორი ძველი ნუ რაღაცა მე ახლა ეს ვიცოდი რა თქმა უნდა და შეძურწუნებული ვიყავი თავიდანვე ყველაფერი აუცარი ფსკერით რომელიც სამწუხაროდ ჩვენ მასში განსაკუთრებით ჰუმანიტარული თუმცა ყველა სფეროში გვაქვს განათლების სისტემაში ყველაზე არ ვლაპარაკობ მაგრამ თვითონ მასაში ელემენტარული რაღაცეები გადადიან ელემენტარული
სწორი თქვი, კამათის როცა საგანზე ლაპარაკობ და ამ დროს გადადიან პიროვნების შეურაცხყოფაზე. აი ელემენტარული ნებისმიერი ვინც კითხულობს ლოგიკაზე, ლოგიკის ანბანი ვინც იცის, ეს არის ლოგიკის პირველი ერთ-ერთი შეცდომაა, რომ ლოგიკური შეცდომების ჩამონათვალში პიროვნებაზე გადასვლა. როცა არგუმენტი არ ხარ პიროვნებაზე რომ გადადიხარ. ამაზე გადაცემაც ჰქონდა გიორგი რაზმაძესთან ხომ და ვაპირებდით იმის გაკეთებას, რომ ეს ლოგიკური შეცდომები, ფილმი ის გადაგვიღო მოკლე ისინი ვიდეოები. რომ დაუშვათ აი როგორი მსჯელობა მიდის აბსურდამდე რა. და ამის გარდა კიდე ელემენტარულად რომ დაგვესაბუთებინა რა არის ლოგიკური შეცდომა, რა არის კულტურობაა ეს, ხო? ეს ესე პროფესორების ხედან და საგანზე მიმდინარეობს ლაპარაკები და ეს ლაპარაკი და ესენი ილანძღებენ თან როგორც წესი უარგუმენტო. აბსოლუტურად არგუმენტებს არ იძახიან. კატასტროფაა ეს კარგია რომ გამოვიდა და ვისაც განახვა შეუძლია დაინახავს ამას, ხო? სამწუხარო ეს არის კატასტროფა. იქიდან გამომდინარე ახლა ეს რეფორმაც არ ვიცი მე როგორ განხორციელდება, მაგრამ კარგი განზრახვაა რეფორმის, იმიტომ რომ გასაგებია რომ საშინელება ხდება. კვლევაო, კვლევაო, თითქოს ახლა კვლევა უნდოდეს იმას, რომ საქართველოში ამდენი წელია მაგაზე ვლაპარაკობ, რომ კატასტროფული პროცესი მიმდინარეობს დანაშაულია ეს, რომ შენ ასწავლი ისეთ საგნებს, რომლის გამოყენებას ადამიანს არ შეუძლია ატყუებ იმ ადამიანს. ჯერ ეს მობილობა ეგრეთ წოდებული რაღაც ქულებს იღებს ის რაზე მე საერთოდ არ აინტერესებს ის საგანი ხდება იქ ის არ აინტერესებს ის საგანი საერთოდ არის არამოთხოვნადი ამთავრებს ჯერ 5 წელია რას ასწავლიან ესენი ამათმა რა უნდა ასწავლონ ზიან და რაღაც რუსეთ ამერიკა რაღაც იგიჟებს გეოპოლიტიკაზე ელაპარაკებენ უკეთეს შემთხვევაში მე გამოვა ის ადამიანი და უმუშევარია გარბის სადღაც მოუყვანა ამ კობახიძე მაგალითი რომ 3700 იურისტს უშვებთო და მოთხოვნა არის 700-ო, 700-ის ბევრია. და 2900 ადამიანი ესე იგი სწავლობს ტყუილა ფულს იხდის, დროს ხარჯავს და რჩება უმუშევარი და გარბის სადღაც მე და თან უმუშევარი რჩება, უკმაყოფილოდ რჩება, სოციალურ იმას წარმოადგენს რა, პრობლემას წარმოადგენს და ეროვნულ პრობლემას. ასეთია ყველაფერში. ტექნიკურ საგნები აღარ ისწავლება ფაქტიურად და ესე რა ვიცი, დივერსიები და ეს დივერსანტები კიდე ამის ისა. რამდენი არიან? უბრალოდ ახლა არ უნდათ ამ ჭაობის დაშრობა და. გადააშავა ჩვენმა ახალგაზრდობამ დაუშვათ რომ აი მსგავს იმაში თან ეს ყველაფერი გადააქვთ რაღაც ღირებულებით რუსეთი, იძახიან რა საბჭოთა კავშირი, რაღაც იგიჟები და ამ დროს ფაკულტეტებია იმნაირი, ნუ ანეკდოტიც არ ქვია ამას, ცოდნეობა და რაღაც გამოყენებითი რუსისტიკა თუ გერმანისტიკა და რაღაც სიგიჟეებში ცხოვრობენ ესე იგი და აცხოვრებენ ამ სტუდენტებს და გამოდიან იქიდან აი ესეთი დატროცკისტებული დაზომბირებული ადამიანები დადიან იქ ახლა რუსთაველზე რავი მე 500 დღეა თუ რაღაცა რაც იქ დადიან წარმოიდგინე სასწავლო პროცესის მაგივრად და რექტორი კიდე რაღაც პორნოსურათებს დებს თუ რავი რაღაცებს დებს იქ რა ქვია ეროტიულ სურათებს და რა ვიცი მე უკვე საგიჟეთია რექტორია თუ დეკანი აღარ მახსოვს რა ვიცი ფიზიკურ იმას რა ქვია ეროტიულ სურათებს დადებას და რაშივი რაც ეს რაც დღეს ნახე და რაც ვიცოდით აგერ ხო ის კიდე თევზადია და ახლაო ჩვენო აიო ევროპა რაღაცებს ლაპარაკობენ რა ევროპა რა შუაშია რა ან ცოდნის გადაცემაზეა ლაპარაკი ეს აუგებია რა საინტერესო იცი რა არის რომ აი იმ გადაწყვეტილებას რაც ევროკავშირში მიიღეს ამ ანომალიას სადაც ფაქტობრივად აღიარეს რომ მამაკაცებს შეუძლიათ ქალთა სექტორში მონაწილეობას სპორტის სახეობებში წარმოედგინეთ კრივში, სირბილში, ავიც, უამრავი. ეს ხო ფაქტობრივად იგივეა, ხო რა, რისი პრეტენზიაც საფრანგეთის ოლიმპიადაზე ქონდა, ხო? ხო ეგ არის და ფაქტობრივად დააყენა. აი ამის მერე ლექტორს, მით უმეტეს რექტორს ან დეკანს ან ასე შემდეგ, რო ექნება იმის ამბიცია, რომ ეს ყველაფერი ისე პროპაგანდის ხაში გადაიყვანოს და ბავშვები ამაზე გაზარდოს, სტუდენტ ახალგაზრდობა, ხო ბავშვები როგორ არიან, მაგრამ სტუდენტ ახალგაზრდობა, ხო? ეს არ არის დანაშაული. დანაშაული როგორ არ არის ნიკო? დანაშაულია კიდევ ერთხელ რომ დანაშაულია ჩვენ თაობები აი ამათმა უფრო სწორედ ყველა მოსახლე.
აი და განსაკუთრებით აი მაგათი გავლენა არის ხო კაცო და მაგენი არის ხო ნახე ნებისმიერ ესენი ვისაც უყურებს აი ეს ლექტორები ყველა გრანტებზე ის და უფრო სწორედ ეს თელი ილიაუნი მე მაგათი ისინი მაქვს რა ქვია სადისერტაციო ნაშრომები მაქვს ნანახი და იმისთანა მართლა საოცრება რა საერთოდ ახლა კიდე რა არის მეცნიერებაზე როცა ლაპარაკობენ დისერტაციები დაცვა მიმდინარეობს ისეთის რომელიც არავის არ ჭირდება აი სადოქტოროზე რო გადიან თემა მაინტერესებს ერთი აი რა აქვს უბრალოდ თემა რა აუ მაგ თემები გადაცემა ქონდა ჩვენ ეგ რო ნახო საერთოდ შეიძლება ჭკუიდან შეიშალა არავის რო არ ჭირდება არანაირი მოთხოვნა რო არა საზოგადოებიდან მაგაზე იმიტომ რომ ხა როცა სამეცნიერო კვლევა მიმდინარეობს ამას უნდა ყავდეს შემკვეთი ხო ამას უნდა ეს უნდა მოთხოვნადი იყოს ამას სამეცნიერო ან სახელმწიფო უნდა უკვეთდეს და სახელმწიფო უნდა იყოს დაინტერესებული და ასე შემდეგ აქ მინდის ესე თავისუფალი თემები აიღებენ რომელიღაც საინტერესო თემას copy paste და ტრალივალი და მე ესე იგი მინდის რომ დოქტორი და ასე შემდეგ გამოდი ლექტორი დოქტორი პროფთან ერთმანეთი გახავთ მე ამ ლიბერალებს აქვთ რა რომ ესეთი ექსკლუზიური ეგოისტური სფეროა იქ ერთმანეთში არიან ჩაკეტილები და საერთაშორისო იმაზე თუ ვინმე გავიდა ესე იგი ამად გარეშე აქ ხوارაღა ჭაჭანებენ საქართველოში თუ სადმე სხვაგან წავიდა დაუშვათ სხვა შეხედულების მქონე ადამიანი იქაც წერენ მეც კიაფერს არ აკეთებია რომ იქ ჩაჩეხონ იქაც აი ეგ სფეროა და ხო დავინახეთ ის ბლანჟეიანის რო იყო ის და ის რა განაშია იყო ხო ვარსკები რაღაც ჯერ როგორ ზიხარ როგორ იქცევი ნუ აი პროფესორი ქვია რაღაც იმას მაინც ქცევის წესი მაინც იქონიე რაღაცა ის ქალები კიდე აი ეგ არის და ეგენი არიან დაუკეთესოები იდგინე წარმომადგენლები ეთყობა და ხო წარმოგიდგენია სხვები ახლა იქ თეატრთვერიძეები და ალა თეატრთვერიძეები რასთან გვაქვს საქმე ესე იგი პრინციპში ჩვენ ახლა მკვეთრი მოძრაობისგან რომ თავი შევიკავოთ ალბათ უკეთდება რა უბრალოდ ღრმა ანალიზის საფუძველზე სტრატეგია არის მისაღები ისეთი რომ მაქსიმალურად ობიექტურ რეალობას მოვერგოთ ხო ალბათ ხო არის მოდანი ანუ მკვეთრი მოძრაობისგან უნდა შეიკავოს საქართველოს ხელისუფლება თავი და არის მოდა ეხლა ისმის ცოტა და რა მინდა ვთქვა რომ ბოლოდ რომ დავარეზუმოთ ანუ მკვეთრი დაიწყება ისმის ეხლა აღარ ისმის ხო და მოკლედ რის თქმა მინდოდა რომ მკვეთრი მოძრაობისგან საქართველოს ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს რომ რამე შარში არ მოხდეთ და სტრატეგიული გეგმა შეემუშაოს შექმნილი ობიექტური გარემოებების მიხედვით ეგ გეგმა ამათ როგორც ვთქვი აქვთ რა თქმა უნდა ესენი ცდილობენ ითვალისწინებენ ამ იმებს პრობლემებს და ცდილობენ რომ რაღაცნაირად არ დადგნენ აი ესეთი მარჩევანის წინაშე რომელზეც ვსაუბრობთ რა არ გამწვავონ ვითარება არც ევროკავშირთან ანუ საქართველოს არ არის მასშტაბის ქვეყანა ანუ რომ დაუშვათ გამწვავება მოახდინოს ეს ჩვენ ამავე დროს არა ვართ სადმე იზოლირებულ კუნძულზე რომ დაუშვათ გეოპოლიტიკური ინტერესად წარმოადგენდეთ ჩვენ ვართ ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიულ გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზე ყოფი პატარა ქვეყანა რომელსაც ჭირდება რა ვიცი მართლაც ფოკუსნიკი უნდა იყო რომ მაგ გადარჩე ხო აი მართლაც გეოპოლიტიკური ფოკუსები უნდა ატარო ან იმ აგენტურის რაოდენობისა და დესტრუქციულად განწყობილი ადამიანების რიცხვის გათვალისწინებით რომელიც საქართველოში გვყავს ჩვენ რომელსაც ვერაფერს ვერ გააგებინებ აგერ არის ხო როგორ იწევდნენ ომისკენ ან აგერ არ არის ახლა ევროპის მიუხედავად იმისა რომ აგერ შავზე გეუბნებიან თეთრიაო და საერთოდ რაებს გეუბნებიან გამოვარდნილები იყვნენ აგერ ამდენი ხალხი და ევროპის დროშები დარბოდნენ ევროპა რაშუაში ევროკავშირის
ევროპა რაშუაში ამ შემთხვევაში ევროკავშირი ევროპის ხალხებია გადასარჩენი ახლა მონსტრისგან რომელიც ჩამოყალიბდა ხო რაზეც საუბრობენ ვენსი მათ შორის მასკი და სხვა ესე იგი არაინფორმირებული ადამიანები ჩვენ აკაცუკებთან შედარებით რა თქმა უნდა ზუსტად კი ბატონო დიდი მადლობა სოსო ამ საქმეში კიდე ევროპაში ისინი აი ზუსტად აბსოლუტურად გეთახმებით დიდი მადლობა ამ საუბრისთვის ძალიან მინდოდა რომ ეს საუბარი შემდგარიყო და ზუსტად აი კარგ დროს მოვახერხეთ იმიტომ რომ ესეთი მნიშვნელოვანი რაღაცები ხდება სოფლიოში რომ მე პირადად მაინტერესებდა შენი აზრი და ჩემს მაყურებლებს ჩემ აუდიტორიას და კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდი ამისთვის გაიხარე შენ ყოველთვის სიამოვნებს შენთან საუბარი და მოკითხვა მან ამერიკაში იმყოფ ქართველებს გადავცე ამაგდნენ ხო უნდა გავმაგდით აბა დროებით